გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს ცოტა უჩვეულო ფორმატში ვიწყებ ჩვენ გადაცემას და ორი ამბავია, რომ ერთი რომ ლევანი სხვა ლოკაციიდან გვიერთდება ჩვენ გადაცემაში, სადაც განვიხილავთ მე და ერეკლე ხიტალიშვილი ჩვენს ახალ ამბებს. და კიდე ახალი ერთი ამბავი გვაქვს ჩვენვე გადაცემაში, რომ გამოვცვალეთ ჩვენი სახელი და ამას ლევანი მოგახსენებთ, თუ რატო ვქენით და რა გადავწყვეტეთ, რა დავარქოთ ჩვენ გადაცემა. დიახ, გამარჯობა, პატივცემულო საზოგადოებაო. წინა გადაცემაში ჩვენ თქვით, რომ ვასრულებდით ერთგვარ არაფორმალურ კონკურსს თქვენს მიერ შემოთავაზებული სახელწოდებებისა. ისიც თქვით, რომ როდესაც ერი ჩავიფიქრეთ და ერი მედია გვინდოდა რომ ყველა გადაცემა ყოფილიყო დამთავრებულიერიზე და ვისწრაფვით ამისკენ, თუმცა ყოველთვის არ გამოგვდის და ყველა დასახელება, რომელიც შემოდის, ასე თუ ისე ჩვენს განხილვაშიც ადრეც გქონია და გვიფიქრია ამაზე, მაგრამ მე ძალიან მინდოდა რომ ხალხი ჩართულიყო და თუნდაც ხუმრობით ან სერიოზულობით შემოეთავაზებიათ დასახელება. ამ ჩვენს გადაცემას დავარქვით თვალსაჩინო და 4 რესპონდენტმა, ერთს ქვია სოლომონი, დელმონაზონი სერაპიონ ნათობიძე, ასე უწერია პროფილზე და ფოტოები არ უდევსო, ეს ჩვენი რედაქცია გვწერს. ბატონმა გელა ჯანასიან, კალბატონმა მანანა ციკლავარმა, კალბატონმა ნინო ტურაბელიძემ. აი 4 რესპონდენტმა თურმე მოგწერა ეს წინადადება და რადგან ის ხშირი იყო ყველაზე და ჩვენც მოგვეწონა და ადრეც გვიფიქრია ამაზე, აი მადლობა. საერთოდ ყველას მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღო და ჩვენ ვისწრაფვით იმისკენ, რომ ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობაცა და ტელევიზიაც იყოს მაქსიმალურად ინტერაქტიული და თითოეული მაყურებელი თანამონაწილეობდეს რამდენადაც ეს ტექნიკურად და სხვანაირად შესაძლებელი, ასე რომ იმედია ჩვენი უმდიდრესი ენის და კულტურის წიაღში ამორჩეული ეს ერთ-ერთი სახელწოდება თავს გაამართლებს, იმიტომ რომ ნებისმიერი ახალი ამბის გაგებისას ჩვენ გვაქვს არჩევანი, ან ვიწროდ უყუროთ მას, ან ფართო თვალსაჩინოებით და გავიხილოთ ის კონტექსტში და ალბათ ჩვენი მაყურებლების აბსოლუტური უმრავლესობა კი არა იმედია ყველა დამეთანხმება თუ ვიტყვი რომ ჩვენ ვართ სწორედ ის საზოგადოება, ის მედია რესურსი და ის ხალხი, ვისაც გვინდა რომ კონდეს რაც შეიძლება ფართო თვალსაჩინო და არ გვერიდება აზროვნება და არ გვერიდება მცდელობა ნებისმიერი მოვლენის ჩვენს ქვეყანაში იქნება ეს თუ ჩვენს დედამიწაზე განხილვა სწორედ ამ კონტექსტში და მოდით აი ამას შევუდგეთ ისევ ჩვეული ფორმატისამებრ ჯერ ერეკლე გაგვიძღვება ახალი ამბების პრეისკურანტში და მე და შოთიკო მივცეთ რაღაც კომენტარებს როგორც ჩავთვლით საჭიროდ და მეორე გადაცემის მეორე ნაწილში წვეთის მერე გვეყოლება სტუმარი, რომელთან ერთადაც განვიხილავთ დღის მთავარ თემას. დიდი მადლობა, ერეკლე, გთხოვთ მითხრათ რა ხდება. ბატონო. გასული კვირის და ამ დღეების ყველაზე აქტუალური და მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ისრაელ-პალესტინის ომია. სანამ უკვე უახლეს ამბებსა და განცხადებებზე გადავიდოდეთ, შევახსენოთ მაყურებელს იქამდე სად დაიწყო და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. საომარი მოქმედებები ისრაელსა და პალესტინის ისლამურ მოძრაობა ჰამას შორის ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო შეტევით 7 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყო. ჰამასის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სამხედრო ოპერაციებს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნამდე არ შეწყვეტენ, რომლის დედაქალაქიც საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ბრალებში აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება. ამ ყველაფრის საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით რკინის ხმლები დაიწყო. პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი პირობა დადო, რომ ჰამასის ქალაქებს ნანგრევება დაქცევს. ისრაელმა ეს უკვე უახლესი ამბები, ისრაელმა გუშინ 11 ოქტომბერს უпростоრად უკვე შექმნა საგანგებო მთავრობა, რის შემდეგაც პირველი კომენტარებიც გაკეთდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გაანადგურებს ჰამას ისევე, როგორც მსოფლიომ გაანადგურა ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო. საინტერესოა, რომ საგანგებო მთავრობას შეუერთდა ისრაელის ოპოზიციური პარტია სახელწოდებით ეროვნული ერთობის ლიდერი ბენი განცი. მისი თქმით, ომის დროს საგანგებო მთავრობაში მისი მონაწილეობა იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა გაერთიანებულია და მობილიზებული. საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით უკვე არაერთი განცხადება გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოუწოდა ირანს, რომ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ რეგიონში თავის ქმედებებს ფრთხილად მოეკიდოს. თავის მხრივ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი უარყოფს ირანის ჩართულობას ჰამასის მიერ განხორციელებულ თავდასხმაში, თუმცა პალესტინის მხარდამჭერ განცხადებებსაც აკეთებს. ამერიკის ჩართულობას რაც შეეხება, ისინი ისრაელს სრულად უჭერენ მხარს, სადაც მათი ქმედებებიც მეტყველებს. შეერთებულმა შტატებმა ისრაელში სამხედრო ტექნიკა უკვე გაგზავნა. საკუთარი აზრი დააფიქსირა ასევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც, რომელიც აცხადებს, რომ ამერიკა ავიამზიდების ჯგუფის გაგზავნით ახლო აღმოსავლეთში ცეცხლზე ნავთს ასხამს. პუტინის თქმით, საჭიროა კომპრომისული გადაწყვეტილებები და იმედს იტოვებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. შედარებით განსხვავებული და ლოიალური პოზიცია აქვს უკვე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს. ის ფიქრობს, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ჰამასის თავდასხმებისგან, მაგრამ მან ეს არ უნდა გააკეთოს საერთაშორისო სამართლის ეს უნდა გააკეთოს უბრალოდ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბორელის განცხადებით, ყველა პალესტინელის წინააღმდეგ კოლექტიური სასჯელი უსამართლო და არაპროდუქტიული იქნება. მონაცემებს რაც შეეხება ისრაელსა და ჰამას შორის მიმდინარე ომის შედეგად 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულია 1200 და დაჭრილია 2800-ზე მეტი ებრაელი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი ღაზის სექტორში დაღუპულია 1100 და დაჭრილია 5300-ზე მეტი პალესტინელი. ეს ცოტა ვრცელი თემა იყო. ხო, ამდენი დრო არც ერთი ნიუზის წარდგენისთვის ჯაქამდე არ დაგვითმია. მადლობა ირაკლეს. მე მგონი ეს ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის თემაა მთავარი და მოდი ამაზე დროს ნუ დავხარჯავთ ახლა, იმიტომ რომ ვაპირებთ რომ იქ გავშალოთ ხო და გავაგრძელოთ, გადავიდეთ სხვა ახალ ამბებს. კი ბატონო, შემდეგი თემა თავდასხმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე. სირიის მედია იუწყება, რომ ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე დარტყმა მიიტანა. ინფორმაცია სირიის მედიაზე დაყრდნობით როიტერი ავრცელებს. მათივე ცნობით, იერიში შედეგად ორივე აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით დაზიანებულია ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკი. ისრაელში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. შემდეგი თემა. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი უკვე საქართველოში იმყოფება. რობინ დანიგენი ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2023 წლის 14 იანვარს წარადგინა მისი კანდიდატურა. დანიგანმა საქართველოში კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩად 2020 წლიდან მუშაობდა. კეთილი იყოს ახალი ელჩის მობრძანება. იმედია ისე არ გააღიზიანებს ხალხს, როგორც მისი წინამორბედი და პირიქით ყოველთვის იმედი მაქვს, თუმცა უნდა გამოვთქვდე, რომ ესეთი მყიფე და სუსტი იმედი მაქვს, რომ პირიქით შეაყვარებს თავს ქართულ ხალხს. ამას თუ მოვესწრები, ვიქნები უზომოდ გახარებული. რას გვიპირებს, ხო არ თქვია? განცხადება რამე გააკეთა? ჯერ კონკრეტული არაფერი გაუკეთებია განცხადება, როგორც ვიცი. მე მგონია რაღაცას ბიოგრაფიულ წარდგინებაში, როცა მოვიძიე ვინ არის, ყველგან გადავაწყდი, რომ არის დიდოსტატი თურმე ფერადი რევოლუციების. ეს არის თურმე მისი ბრენდი. ხო და თუ ეს ასე, არ ვიცი ხა რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია, რაც საჯაროდ მოიპოვება. თუ ეს ასეა, მე გულწრფელად გამოვთქვა იმედს, რომ ქალბატონი დანიგანი ამ თავის ნაწილს ბიოგრაფიისა სრულიად დასტოვებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, სრულიად დაივიწყებს მას და გამოიყენებს თავის სხვა ნიჭებს და მიდრეკილებებს თავის დიპლომატიურ საქმიანობაში საქართველოში.
და ყველაფერ სხვაში, რაც შეეხება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობას და ჩვენს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მეზობლები არა ვართ, მაგრამ მეგობრული ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს ნიშნავს, რომ ქართველები არ ვერევით, როგორ უნდა შეწვან ამერიკელებმა ჰამბურგერები და როგორ უნდა აწყონ კადილაკის შესანიშნავი მანქანები, მიყვარს ერთიცა და მეორეც და ამერიკელები არ ერევიან, როგორ უნდა გავზარდოთ ჩვენ შვილები, როგორი ურთიერთობები უნდა გქონდეს ჩვენ ცოლებთან და როგორი მორალისა და ზნეობის წესები უნდა გქონდეს ჩვენს ქვეყანაში. როგორ უნდა ვაკეთოთ ქვევრის ღვინა და როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენი სამზარეულოს აურაცხელი შედევრები და როგორ უნდა ვიმღეროთ შეუდარებელი ქართული მრავალხმიანობა. ანუ ვისწავლოთ ერთმანეთისგან რაშიც მაგრები ვართ ჩვენ. მოდით ჩვენ ვისწავლით თქვენგან რასაც ავირჩევთ, რო გვინდა ვისწავლოთ და თქვენ ისწავლეთ ჩვენგან იმას, რასაც აირჩევთ, რომ გინდათ ისწავლოთ ჩვენგან, მაგრამ არა პირიქით. რომ ჩვენ გითხრათ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ ქვეყანაში და თქვენ გითხრათ ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ ქვეყანაში. ძალიან მწუხარ, რომ ასეთი ელემენტარული ანაბანას მსგავსი ჭეშმარიტებების დაღეჭვა მიწევს ქალბატონი ელჩისთვის. ნუ ჩავამართმევს ამას კადნიერებაში, დარწმუნებული ვარ, როგორც სიკვდილს გადარჩენილი თუ ვერ მოწამლული რიგითი მოქალაქისაგან მას ამას უთარგმნიან, იმიტომ რომ ეხლა მის დესკზე, მის მაგიდაზე იკრიბება ინფორმაცია, როგორ რეაგირებს საზოგადოება მის ჩამოსვლაზე. ვუდასტურებ ჩემს აბსოლუტურ ნამდვილ და სიყვარულით სავსე პატივისცემას ამერიკული კულტურის მიმართ. როგორც რუსები იტყვიან, სპიшу заверить, როგორ გადავთარგმნოთ ქართულად ან ინგლისურად. სპიшу заверить კაი ტერმინია. ვჩქარობ და გარწმუნოთ, რაღაც სისულელე გამოდის, მაგრამ ვჩქარობ და I rush to assure you, რომ ყველაფერი, რასაც ჭინკები მოგვიყვებიან ჩვენს ამერიკანოფობაზე, ჩვენს სიძულვილზე ამერიკელების შესახებ, არის აბსოლუტური ტყუილი. ნუ დაუშვებთ შეცდომას, რომელიც თქვენმა წინამორბედმა და არაერთმა დაუშვა. ანუ, ნუ მოგვიძულებთ ქართველთა ტრადიციულ საზოგადოებას, ნუ იქნებით ფორმალურები და ზედაპირულობები ვითომ პატივისცემაში ჩვენი ტრადიციების მიმართ, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ამ სიყალბესა და ფალშს ეგრევე შიფრავს და იყავით გულწრფელად პატივისმცემელები, რაც ნიშნავს იმ პრინციპების დაცვას, რაც აქამდე ვთქვი ჩვენს საქმეებში და შიდა წესებში ჩაურევლობაში. და კიდევ ერთი რჩევა, ამას ყველაფერს ვაკეთებ საუკეთესო სურვილით ამერიკელი ხალხისადმი, ნუ გახდებით ჭინკების აღლუმის ადგილი. ნუ დაიყენებთ ყველაზე სამარცხვინო ადამიანს ჩვენს ქვეყანაში გვერდში. კი არა, მეგრჩევდით, რომ ნურც ერთ სამარცხვინო ადამიანს ნუ დაიყენებთ გვერდში. აი ახალ ელჩს ვუსურვებ ასეთ რადიკალურ ცვლილებებს, მას ნამდვილად გააჩნია სრული ძალაუფლება, როგორც უელჩეს, როგორც შოტიკო მოიგონა ტერმინი, ამ ცვლილებების გატარებისა და სანამ გვიანი არ არის, დაიწყეთ პირდაპირ ამით. ანუ არც ერთი ჭინკა და არც ერთი პერვერტი თქვენს გვერდზე და ყველა ღირსეული, ტრადიციული, საზოგადოებაში პატივცემული ადამიანი თქვენთან კეთილ ურთიერთობაში და აი ამას თუ გააკეთებთ, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების და თუ არ ჩაერევით ჩვენ შიდა საქმეებში ამერიკის შეერთებული შტატების რეიტინგი მკვეთრად გაიზრდება საქართველოში და ამერიკის სახელმწიფოს ინტერესები უკეთესად იქნება დაცული. გააგრძელეთ ის ჩიხური ქართველთ მოძულე სრულიად სამარცხვინო გზა, რაც თქვენმა განახორციელა საქართველოში და გააგრძელებთ ჩვენ ეს არ გვინდა
ამერიკის სახელმწიფოს ინტერესების შებრალვას და მისი გავლენის შესაძლოა ლიკვიდაციას ჩვენ საზოგადოებაზე. შოთიკო რამეს ხო არ დაამატებ? არა, არ დავამატებ. უერთდები შენ მას და ვისურვებდი, რომ ჩვენ დაუძინებელი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატები გახდეს ნამდვილი ჩვენი მეგობარი. ნამდვილად საინტერესო იქნება რა ნაბიჯებს გადადგავს საქართველოში და ამას ყველა ერთად ვნახავთ. კარგი, საქართველოში ნამდვილი სტუმრიანობაა ბოლო დღეებში. საქართველოს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანის ეწვია, რომელსაც ღარიბაშვილი დახვდა და მას პინძლობს. შეხვედრაც გამართეს არაერთხელ მათ და პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, მხარებმა განიხილეს ზოგადი თემები საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა მათ შორის, ასევე სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მიმდინარეობაც კი განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა. რუსები რო ეტყვიან ნი პრაშლო ის 7 ლეტ არ გასულა 7 წელი, რაც მოხდა ის რაც აქამდეც უნდა მომხდარიყო 2016 წელს როცა თბილისში ჩავატარეთ მსოფლიო საოჯახო კონგრესი, მე დავპატიჟე მთელი ჩვენი მთავრობა ირაკლის ჩათვლით ღარიბაშვილის, თუმცა ირაკლი მგონი მაშინ არ იყო პრემიერი, არ მახსოვს ვინ იყო. არა, მე მგონი ირაკლი იყო. ხო არ გახსოვს 2016-ში პრემიერ-მინისტრი. 2016-ში იყო კვირიკაშვილი. ხო, გიორგის დავპატიჟე ირაკლიც მთელი ჩვენი მთავრობა და აი თუ გახსოვთ ფილარმონიის სხდომათა დარბაზში პლენარულ სესიაზე მოხდა ასეთი კაზუსი, რომ ჩამოყვანილი ყავდა ყველა კონტინენტიდან დაახლოებით 100 ქვეყნიდან დელეგატები და 150 სავარძელი, რომელიც განკუთვნილი იყო ჩვენი მთავრობისთვის და ჩვენი პარლამენტის წევრებისთვის, პირველ რიგებში, მეორე და მესამე რიგში იყო აბსოლუტურად ცარიელი. იმიტომ რომ ყველა დაფრთხა შეეშინდა, იმიტომ რომ ამერიკის საელჩოდან არ იყო ბრძანება მოსული და არც ერთი არ მოვიდა. და ორგანიზატორებმა მკითხეს რა ვქნათო, იმიტომ რომ უამრავი ხალხი მოვიდა ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები და სამწუხაროდ ყველა ვერ დაეტია ფილარმონიის დარბაზში და ნაწილი ხალხისა იდგა გარეთ და მონიტორზე უყურებდა სხდომას და ხომ არ შემოუშვათო მახსოვს მითხრეს შევავსოთო პირველი რიგებიო რომ უშნოდ არ ჩანდეს კადრშიო. და მე მიუხედავად ჩემი სრული პატივისცემისა იმ ხალხისა, ვინც მოსული იყო კონგრესზე და ვერ დაეტია, ვიცოდით რომ ვერ დავეტეოდით, უთხარი ორგანიზატორებს რომ არა დატოვეთ მეთქი, რათა ისტორიას დარჩეს ეს კადრები თქო. და აი თუ ვინმეს გახსოვთ, მაგალითად ჩემი სიტყვა ამ კონგრესზე, შეგიძლიათ აკრიფოთ აი თქვათ ეს ვიდეო ჩართოთ და დაინახავთ ამ სავარძლებს აბსოლუტურად ცარიელს. და ეხლა რატო ყვები ამას ორბანის ვიზიტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვეუბნეოდი რომ ჩვენ მთავრობის წარმომადგენლებს, ჩვენ მაშინდელ პრეზიდენტს, რომ შეხედეთ უნგრეთს, ის არის ევროკავშირის წევრი, არ უშინდება ტრადიციული საზოგადოების ნორმების დაცვას საკანონმდებლო პოლიტიკის დონეზე და თქვენ რა ჯანდაბად აგემართათ რა უნგრეთზე მეტი ევროპა ხართ ან პოლონეთზე მეტი და მეორე წელს 2017 წელს მსოფლიო საოჯახო კონგრესი ჩატარდა უკვე უნგრეთში ბუდაპეშტში და მე ვიყავი იქ მიწვეული როგორც წინა კონგრესის თავმჯდომარე და keynote speaker, ანუ ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი. და მახსოვს ესეთი გიგანტური დარბაზი იყო. სხვათა შორის დროშა გადავეცი ჩვენი ამ კონგრესის როგორც ტრადიცია ამ ამერიკული ორგანიზაციისა სცენაზე გამოვედი, ცხონ განსვენებულ ლარი ჯეიკობსთან ერთად, რომელიც არაჩვეულებრივი ქრისტიანი კაცი იყო და გადავეცი კატალინა ნოვაკს, რომელიც არის ახლა პრეზიდენტი უნგრეთის. მაშინ იყო ახალგაზრდობის საქმეების მინისტრი. ხო და მსოფლიო საოჯახო კონგრესის Facebook გვერდზე სხვათა შორის ეს ფოტო დევს.
დგავართ მე, უნგრეთის პრეზიდენტი და ლარი ჯეიკობსი, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიო საოჯახო კონგრესის. და ბრაიან ბრაუნის დანიშვნა პრეზიდენტად მსოფლიო საოჯახო კონგრესისა მოხდა თბილისში. ჩატარდა არჩევნები ახალი პრეზიდენტის და ბრაიანი მაშინ გახდა პრეზიდენტი. და სულ სითბოთი იხსენებს საქართველოს გახდაო ჩემს ასე ვთქვათ საზოგადოებრივ კარიერაში საკვანძო ნათლია, დიახ, საკვანძო ადგილი, ხო და რას ვიძახი ახლა რომ ჩვენ და მე მშურდა თეთრი შურით და ვთქვი კიდეც ეს ბუდაპეშტში რამხელა მონაწილეობა ქონდა ბუდაპეშტშიც ამ კონგრესს. მე იგორ დოდონთან ვიყავით სტუმრად, იგორი მაშინ პრეზიდენტი იყო მოლდოვეთის. და იგორი გადაყვა კიშინიოვში 2018 წელს უკვე. და რაღაცა საპრეზიდენტო დონის მიღება გაგვიწია. და ჩემი გული სულ სიმწრით ივსებოდა. მე ვერონაში ვიყავით, თუ გახსოვთ, ჩემი მომართვა ვერონადან და ვერონაში მატეო სალვინიც გამოვიდა და ახლანდელი პრემიერ-მინისტრის, რომელიც აზანზარებს იტალიას, ჯორჯია მელონი, გამოვიდა ვერონაში მსოფლიო საოჯახო კონგრესზე სიტყვით, რომელიც გახდა იტალიაში მისი პრემიერ-მინისტრად გახდომის მთავარი ტრამპლინი, იმიტომ რომ ისეთი სიტყვა თქვა, ისე დაიცვა ქრისტიანული ტრადიციული ღირებულებები, რომ ესე იგი მისი კარიერა გაიზარდა. ამას წინათ ინტერვიუში ბრაიან ბრაუნი იძახდა, რომ ჯორჯია მელონისო ხალხიო ინგლისურენოვან სამყაროში იცნობს მხოლოდ ერთი ვიდეოდანო, რომელიც მან ვერონაში თქვაო ჩვენს კონგრესზეო. და ეხლა რატო ყვები ამას ყველაფერს? იმიტომ კი არა რომ მოყვე მე რა მაგარი ვარ, რა სიზულელია. მე უბრალოდ გული მევსება სინანულით და სიმწრით, რომ აი როგორც ხშირად ხდება, საქართველოს ქონდა ეგრეთ წოდებული head start, ანუ ადრინდელი სტარტი ამ მიმართულებით 2016 წელს ჩატარდა ჩვენთან მსოფლიო საოჯახო კონგრესი და ისეთი კურდღლები არიან ჩვენი პოლიტიკური establishment-ი, რომ გაისუსენ, დაიმალენ, არც ერთ შეგონებას, არც ერთ ახსნა განმარტებას არ მოусმინეს და სრულიად სამარცხვინოდ დააიგნორეს ის. წინა კონგრესი მაგალითად 2015 წლისა იყო შეერთებულ შტატებში, Salt Lake City-ში, Utah-ში. და იქ მოვიგეთ ჩვენ ტენდერში, ესე იგი, შემდეგი კონგრესის მე-10 საიუბილეო კონგრესის ჩატარება თბილისში. და ამ იმას რომ ვიგებდი ამ ტენდერს, ჩვენ წინააღმდეგ იყო მექსიკა, მაშინ მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ოჯახი კარლოს სლიმის კონგლომერატი აფინანსებდა კონგრესს. პორტუგალიის სამეფო ოჯახი იყო ჩამოსული და კიდე მეოთხე რომელიღაცა ქვეყანა არ მახსოვს ახლა და იქ მოუგო საქართველოს, მექსიკას, პორტუგალიას და აი ამ მეოთხე რომელიღაცა ქვეყანას. და Salt Lake City-ში რო ვიყავი, განცვიფრებული ვიყავი, აი ხო იცი ამერიკელებმა რა მასშტაბით იციან კონფერენციების მოწყობა რა. ერთი პრეზიდენტი არ ჩამოსულა იქ ამერიკის, რამდენი სენატორი იყო და კონგრესმენი არც მახსოვს რა. გარეთ ჭინკები ყვიროდნენ, ცდილობდნენ ჩაშლას ამ კონგრესის და ერთი ამბავი იყო და ვფიქრობდი რომ აი რა კარგია რომ თბილისში მოდის ეს კონგრესი და რას ვიფიქრებდი თუ ესე დამემალებოდნენ და გაიძურწებოდნენ ესა ჩვენი პოლიტიკური establishment-ის ხელმძღვანელობა ქართული ოცნების თანამდებობით. ხო, მაგრამ ეხლა ძალიან კარგია რომ ორბანი ჩამოვიდა. ხო, აი შეიცვალა დაუბერა ქარებმა, როგორც ყოველთვის, ხო? ჩვენ ხო ყოველთვის ვართ არა იმის ავანგარდში, რაც ერს სჭირდება, არამედ იმისა, საითაც ქარები უბერავს და ეხლა გრძნობენ, რომ რაღაცა იცვლება, დამხობას უპირებენ, გლობალისტები უმადურები არიან. შეგიძლიათ ნახოთ იგივე ჩემი მიმართვა ქართულ ოცნებას, როცა მათ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელზეც პატრიარქმა თქვა, რომ არც ერთი ქრისტიანი ამ კანონს არ მიიღებსო. და მე ჩემ განცხადებაში ვუთხარი, რომ თქვენ გონიათ, რომ რაღაცა კოჭი გაუგორეთ და ასე ვთქვათ, კომპრომისზე წახვედით და არავინ ამისთვის თქვენ მადლობას არ გეტყვის და ქვიშაზე აშენებთ თქვენ სახლს, რომელიც დაგემხობათ მეთქი თავზე. და ამას ვხედავთ ხო ეხლა და ჩვენთან ჩამოდიან სწორედ ისეთი ლიდერები, თქვა და ილჰამ ალიევი იქნება თუ ვიქტორ ორბანი,
ლუკაშენკო, რომლებისგანაც უნდა ისწავლო ნავათმა სუვერენიტეტის დაცვა. და არა ის რა ქვია რაღაც უსახო ულიდერო მოდელები, რომლების შიგნითაც გლობალისტები ესე ვთქვათ, ქარიშხალივით გადაულიან ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიციებს და სრულიად გაანადგურებენ მათ. ასე რომ კეთილი იყოს ბატონი ორბანის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში, იმედი მაქვს, რომ ბევრი რამ, რაც უნგრეთის სახელმწიფომ გააკეთა მრავალშვილიანი ოჯახების ხარდასაჭერად, უბრალოდ დაკოპირებული მაინც იქნება ქართული სახელმწიფოს მიერ, იმიტომ რომ როცა მე ბუდაპეშტში ვიყავი და ქალბატონ ნოვაკთან ერთად გავიარე რეებს აკეთებდა მისი სამინისტრო ოჯახის სტატისტიკის გასაუმჯობესებლად, განქორწინებების სტატისტიკის გასაუმჯობესებლად, ნარკოტიკების, კაზინოების, სექსუალური გარყვნილების შესაზღუდავად ქვეყანაში. ის ყველაფერი, რასაც ეროვნული პოლიტიკის გამატარებელი პოლიტიკური ძალა უნდა ახდენდეს და არ ქონდა ჩვენ ის 10 და 12 და 13 წელი, რაც ქართულმა ოცნებამ დაგვაკარგვინა ამ მიმართულებით, ხო? ეხლა მაინც იმედი მაქვს, რომ ეს კადრში ესა ფოტოს გადასაღებად არ იქნება ეს ვიზიტი, იმიტომ რომ უნგრეთს მართლა კოლოსალური გამოცდილება აქვს საგადასახადო შეღავათებზე, აი შოტიკო, აი პარკინგის შეღავათებიდან დაწყებული, ბინის იპოთეკებით დამთავრებული, აი ესეთი პაკეტი აქვს უნგრეთის მთავრობას, სადაც მე მომხსენებელად ვიყავი მიწვეული და მეცინებოდა ვფიქრობდი ჩემგან რა ესწავლება ამ ხალხს. შუაგულ ევროპაში იცავენ ემას რა ქვია ტრადიციულ საზოგადოებას და ეხლა მაინც იმას კენით რა ჩამოტვირთეთ და როგორც ანტიდისკრიმინაციულ კანონზე გვატყუებდით რომ ესო ჩვენი გამოგონებაო ეს არ არისო საერთაშორისო პროგრამის ნაწილიო ესო ქართული ის არისო გესმის შენ საკანონმდებლო ნოუ-ჰაუ არისო გესმის შენ აი როგორ ეპყრობიან საზოგადოებას ეგრევე მოგვატყუეთ რა აი გადმოიღეთ უნგრეთიდან ყველა ოჯახის დამცველი კანონი და მოგვატყუეთ რომ თქვენი მოგონილია ეგეთ ტყუილს ჩავყავთ რა იმას ვერ გაგიტარებდით უბრალოდ არა მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ხო ვიცით ლევან რომ ცოტა განსხვავებული მიდგომა აქვს ირაკლი ღარიბაშვილს მაინც მინდა აღვნიშნო და ალბათ დიდი ზეწოლის მიუხედავად მე რაღაც ნაბიჯებს ხედავ რა და ამიტომ კი რა თქმა უნდა ვერ ატარებს ბოლომდე იმას ალბათ რაც საჭიროდ რაც ჩვენ გაგვიხარდება მაგრამ იგივე ეს თვითონ ხალხი ვინც ჩამოდის ხო ბოლო პერიოდში ესეც ნიშანდობლივია ხო იგივე თუნდაც ილჰამ ალიევის ვიზიტი რომელ ამბავზეც უნდა გადავიდე ალბათ ამის შემდეგ ალბათ თქვათ ხო მე მაგას დავიჯერებ შენიც ჩემი ირაკლის დამი თბილი დამოკიდებულება და პირადი რა როცა პირველად მიზეზების აუხსნელად გაანთავისუფლეს პრემიერის თანამდებობიდან ჩემი მისდამი დამოკიდებულება და ურთიერთობა მაშინ გამოჩნდა, ხო? მაგრამ და ამას საჯაროდ არ ვიტყვი, მაგრამ რა შუაშია ახლა ირაკლის რაღაც პიროვნული თვისებები. ლაპარაკი გვაქვს იმ კაცის პოლიტიკაზე, ვინც მას მართავს, ვინც მისი უფროსია და მე არაერთხელ მithქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სისუსტე და მანკიერი კონსტრუქციაა, რომ ჩრდილოვანად იმართება ჩვენი ქვეყანა და მე აი მაგ კაცისგან, რომელსაც მტრად ართული, კეთილგანწყობილი ვარ მის მიმართ, არ მინდა მისთვის არავითარი ბოროტება, მისგან ეროვნულობას დავიჯერებ მაშინ, როდესაც დავინახავ, რომ ის გზას უხსნის არა მის მიერ დაფინანსებულ და მართულ რაღაცა ძალებს, რომლებიც ან ეროვნულები არიან, ან იჩემებენ ეროვნულობას. არამედ ყველას, ვინც გულწრფელად თავისი ცხოვრების წესით, თავისი ბიოგრაფიით, თავისი საქმეებით ამტკიცებს ერთგულებას ტრადიციული საქართველოს ღირებულებების დამი. აი, როდესაც მაგ კაცს ჩვენი საზოგადოების, ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ, ბოლო ვარ მე მაგ რიგში. ყველას გაუმარჯოს ვინც არა სიტყვით, არამედ საქმით. რას ნიშნავს საქმით? საქმით ნიშნავს, ვინც მუშაობს და მზად არის შეწიროს ეროვნულობას, ტრადიციულობას, სიცოცხლე, სახსრები, ნერვები
დაითმინოს ისა რა ქვია შეურაცხყოფა, იგნორირება, დევნა, მოწამლა და ყველაფერი. აი ეგეთ ხალხზე ვლაპარაკობ მე. და როდესაც მაგ კაცს ბიზნეს გულისხმობ, გარშემო ეყოლება ეგეთი ხალხი, ან გარშემო რა, კი აი ეგეთ ხალხს მაგის პარტიაში კი არ უნდა ყოფნა. დაუშვებს მათ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მართვის სადავეებთან და არ ეჯდება როგორც ბაყბაყდევი ამ წყაროს, რომელიც იმართება მარტო მისი ქართულ ბანკის თანამშრომლებით ყოფილით. გესმის, რამდენი ქართულ ბანკის ყოფილი თანამშრომელი უნდა იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ან უშიშროების თავმჯდომარე, ან ვიღაცა. გესმის? და ყველა ვინც მის ხელფას არ იღებს და მისგან ფულს არ იღებს, იქნება აბსოლუტურად დაიგნორებული და ოფსაიდში. აი მაშინ მე დავიჯერებ მაგ კაცის გულწრფელობას. და ის რომ ირაკლი კაცური კაცია და სწორ იქნა რომ ვიქტორ ორბანი თბილისში დაპატიჟა, მაგაში 100%-ით გეთანხმებ. მაგას გულისხმობ. თქვენც ახსენეთ ილჰამ ალიევი წეღან და ისიც იყო რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოსული და როგორც ჩანს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ნამდვილად არ ყოფილა ფოტოსურათის გადასაღებად საქართველოში. იყო აქაც თავისთავად სხვადასხვა სასაუბრო თემები, მათ შორის ტრანსპორტის, ეკონომიკის, ვაჭრობის მიმართულებით, თუმცა ძირითადი ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი განსახილველი თემა იყო ზოგადად რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები ღარიბაშვილმა თავის მხრივ. იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება სულ მალე გაფორმდება და ყველაზე საინტერესოა თბილისი ამისთვის ყოველთვის მზად არის, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოსო. თავის მხრივ კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით ალიევმაც და იმედი გამოთქვა, რომ აუცილებლად წარიმართება ეს სამხრივი შეთანხმება საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით და ამას უნიკალური შესაძლებლობაც კი უწოდა ალიევმა ამ ყველაფერთვის ირაკლი ღარიბაშვილს ამ პროცესში ჩართულობისთვის მადლობაც გადაუხადა. ხო, ნუ მე მგონია ლევან, მე მგონია რომ ეს წინადადება, რომელიც მოდიოდა, მოისმინე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა და რა პოზიციითაც მან მიმართა, რომ ფასილიტატორი იქნება საქართველოს და საერთოდ ამ სამეულის ყოველგვარი ესე იგი მეტროპოლის ჩარევის გარეშე იქნება სამი კავკასიური სახელმწიფოს ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უნიკალური ამბავია, იმიტომ ყოველთვის ლაპარაკია, რომ ისი რა თქვენ მარტო ნუ დაილაპარაკებთ, ნუ რუსეთთან, ნუ იმასთან, ჩვენ თანდასწრებით უნდა ილაპარაკოთ და ეს რაღაც უნიკალური მომენტი დავიჭირე. შენ ართული მაგას რომ ეს რაღაცა განსხვავებულია? როგორ ართულე კაცო და 100 წელი არ მინდა ვიძახო როგორც ინგლისელები ამბობენ ან ამერიკელები I told you so. მე ამას თქვენ ისეაც გეუნეოდით. მე რა უფლება მაქვს რაღაც ესეთი პატერნალისტური ესა ბაკიბუკა პოზიცია მეჭიროს, რაც უფრო მეტი კარგი რამ მოხდება ქვეყნის სუვერენიტეტის გასამაგრებლად, მით უფრო კარგია. ეხლა ალიევი არის ჩვენი რეგიონის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი და ადამიანი, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა თავისი უჭკვიანესი პოლიტიკით, რომელიც ვერ შედგებოდა რომ არა ბაქოს ელიტის და აზერბაიჯანული ელიტის უბრძენესი და უჭკვიანესი საქციელით დამარცხების შემდეგ 90-იანი წლების დასაწყისში. და ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი მათგან. უბრალოდ ალიევის ასე ვთქვათ ურთიერთობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მთავრობის ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის, ხო? იმედი მაქვს რომ გაუმჯობესდება, იმიტომ რომ გარეჯის თემასთან მიმართებაში ძალიან კარგი პროგრესი გქონდა, სანამ ირაკლიმვე არ გააკეთა განცხადება, რომ ეხლა ის მიდის ბაქოში და ყველაფერს დაალაგებს და დაამთავრებს. და ამ განცხადებამ გამოიწვია ის, რომ ჩავიდა ბაქოში და თემა დაიხურა. მას არ უნდა გაეკეთებინა, ჭუას კი არ ვასწავლე. ეს განცხადება და მე ვიცი ცოტა შიგნიდან რა მოხდა მანდ.
ხო და მე ირაკლის პატივს ვცემ და იმედი მაქვს რომ ესეთი რაღაც არ გამეორდება და მე ასევე იმედი მაქვს რომ ირაკლის მხრიდან გაკეთდა ყველაფერი იმისთვის რომ ეს გახსნილი ჭრილობა რაღაცნაირად მოშუშებულიყო და დაალაგებულიყო ალიევთან ურთიერთობა. ჩვენ ახლა აზერბაიჯანთან ბევრი არაფერი გვაქვს სადაო, გვაქვს საკვანძო ენერგეტიკული თემები, რომლებშიც რამდენი რამე იქნა ნაჩუქარი და დათმობილი სოკარზე, აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიაზე საქართველოში და მე ვიცი რამდენად წამგებიანია საქართველოს პოზიცია საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ აქტივებთან მიმართებაში სააკაშვილის დროიდან მოყოლებული და ესენი გვაქვს საჩქაროდ გამოსასწორებელი. ესენი რომ გამოსწორდეს, ირაკლის ურჩევდი რომ იმ ჩემი მეგობრის მსგავსი სპეციალისტები და ქართველი პატრიოტები იცის მან ვის გულისხმობ მე, დაიყენოს გვერდში და არა სააკაშვილის დროიდან გადმოყოლილი ქვეყნის დამთმობი ყველაფერში ფულში გამცვლელი ქარაქუცა ჩინოვნიკებისა, ხო? მაგრამ ეგ არის თქვათ ეკონომიკური ინტერესების სფერო, რომელიც კეთილმეზობლობის და კეთილგანწყობის შემთხვევაში პროფესიონალური მიდგომის და ესეთი მკაცრი პოზიციების დაცვის შემთხვევაში ყოველთვის შეგვიძლია დავიცვათ. ხო, ეს ჩვენ ცოტა გვჩვევია ვინმეს რომ დაუმეგობრდებით, მე გვცხვენია იმათთან ვაჭრობა და ქვეყნის ინტერესების დაცვა. პირიქით უნდა იყოს, რაც უფრო მეგობრობ ვიღაცასთან, მით უფრო გულღიად უნდა იცავდეს შენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს ამ ვიღაცასთან. და არ გადა იმის არ იყოს ჩინეთში რომ ჩავიდნენ და უვიზო მიმოსვლა რო აჩუქეს ჩინელებს. ეგ არ არის სუვერენიზმი, ეგ არის ანტისუვერენიზმი. მადლობა უთხარი რუსთაველის ბიუსტის გახსნისთვის და არწმუნე რომ ყველა ჩინურ ინვესტიციას დაიცავ, მიეცი კვოტირებული ვიზები ყველა ჩინელ სპეციალისტს, რაც მათ ჭირდებათ, რომ ეს ინვესტიციები და პროექტები განხორციელდეს, მაგრამ მოსახლეობას ნუ მიცემ უვიზო მიმოსვლას. შეკაცო, ამ ცუმპარუმპას ნუ გადააყოლებ ქვეყნის ინტერესებს. იგივეა აქაც. ძალიან კარგია რომ ისევ ვცდილობთ მეგობრობას ამ ჩვენი რეგიონის უდიდეს პოლიტიკურ მოღვაწესთან და თავისი ქვეყნისთვის უაღრესად წარმატებულ ლიდერთან, მაგრამ ეკონომიკური ინტერესები უნდა გამოვასწოროთ. ქართულმა ოცნებამ გააგრძელა რიგ შემთხვევებში მე ხარ შევალ დეტალებში გააუარესა სოკართან მიმართებაში საქართველოს ინტერესების დაცვა. ამიტომ მე აღნიშნავდი ამ ორ სფეროს რა, ილხამ ალიევთან იმედია ნელ-ნელა მოშუშდება ეს ჭრილობები და კვლავ დავაბრუნდებით ჩვენთვის სრულიად მიუღებელ სიტუაციას დავით გარეჯის გარშემო, როდესაც ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები იბრალებენ, რომ ეს რაღაც ალბანური კულტურის ძეგლია და მათია, რასისულელია ნებისმიერმა ნამუსიანმა აზერბაიჯანელმა მოაზროვნემ და მეცნიერმა იცის რომ ეს არის ზედმიწევნით აღწერილი დავით გარეჯელის ცხოვრებაში, კაცო. როგორ იქნებოდა ეს უდაბნო და როგორ არსდებოდა მისი შემოგარენი, ასე ვთქვათ. გარეჯი მთლიანად უნდა დაუბრუნდეს საქართველოს, ამის სანაცვლოდ ჩვენ მოგვიწევს რაღაც კომპრომისებზე წასვლა, მაგრამ ეს უნდა იყოს ღია დიალოგის რეჟიმში და არა იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ შევედით ჩიხში, ჯერ სააკაშვილის დროს და მერე ქართული ოცნების მმართველობის დროს. კიდევ ერთხელ, არავითარ შემთხვევაში მე არ მინდა გავაკრიტიკო ირაკლი რა, მაგრამ როცა სათქმელია უნდა ვუთხრა. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაუმჯობესდება ჩვენი ეკონომიკური ინტერესების დაცვა საქართველოში. ამაზე მეც არ ვიტყვი, რომ რაღაცა არ დავაზიანო. ლევან, ამითი რაღაცნაირად, ესე იგი, მორჩეთ ამ მე მგონი მთავარი თემები ყველა ჩამოვთვალეთ და ამ უმთავრეს თემაზე მოვიწვიოთ ჩვენი სტუმარი სოსო ზაალიშვილი და მე მგონი ვისაუბროთ უკვე ამ ფორმატში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და კავკასიასაც ეხება, მათ შორის აზერბაიჯანის და სასომხეთის და ჩვენ ტერიტორიასაც, ხო? და ამ თემით უფრო გავშალოთ ეს თემა. ჩემი აზრით დროა. ბატონო, სიამოვნებით, მადლობა ერეკლეს, გავიდეთ სარეკლამო ჭრაზე და მერე დავუბრუნდით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას, შემოგვიერთდა სოსო ზაალიშვილი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, მხატვარი ასევე როგორც მე ვარ, ჩემი დიდი ხნის მეგობარი და ძალიან გაცნობიერებული კაცი იმ თემაზე, რომელზეც ჩვენ გვინდა საუბარი. და რაღაცა
არც ვიხუმრებ, მართლა ეგრეა, შეიძლება ბევრმა ისრაელში არ იცის ისრაელის ამბავი, ისე როგორც სოსომიცის რა ხდება იქ და ამიტომ აი ამ იმით დავიწყოთ, რომ განვიხილოთ რა ხდება ესეთი, ჩემ მეხსიერებაში მე ეგეთი რთული სიტუაცია არ მახსოვს. ახლო აღმოსავლეთ. ისევე როგორც სოსო გაუმარჯოს. გამარჯობა. შოთა ხუმრობას ჩავამატებდი შენ ნათქვამზე, შოთა ისევე როგორც ზოგმა ებრაელმა უკეთ იცის რა ხდება საქართველოში. ხო, მართლა ეგრეა, მართლა ეგრეა. კი ბატონო. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგახსენოთ სტუდიაში მოწვევისთვის. გამარჯობა ლევან, გამარჯობა შოთიკო. ხო, სიტუაცია მართლაც ძალიან დაძაბულია სიტუაცია, აი მე ესეთი დაძაბული ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა მახსოვს, ეს ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხული რო დაიწყო, გაზაფხული საერთოდ არა, სწორე გამოთქვა მაგას უფრო სპრინგი ითარგმნება როგორც ზამბარაც რა. ლევან უკეთესად იცის ხა. ამიტომ დაარქვეს. კი ბატონო, სპრინგი არის ზამბარა, არა გაზაფხული და ესა დადებითის მომტანი არა, შეიკუმშა, გაიშალა. აი დაახლოებით იგივე სიტუაცია ეხლა მინდა გითხრა იქ რაზეც ჩვენ საუბრობთ იმ რეგიონში ასე ვთქვათ, ღაზას სექტორში და ისრაელში. უბედურება დაიწყო იმით, რომ მოხდა ეს რაღაც საშინელი ხო ვანდალური აქტები, ხო? შეფასება ხა ამას სხვადასხვა მხარიდან, რა თქმა უნდა. თქვათ არაბები სხვანაირად აფასებენ, ებრაელები სხვანაირად αφასებენ, თავიდან ყველას პოზიცია ერთნაირი იყო. ეხლა უკვე აშკარად ჩანს სოფლიოში, რომ პოზიცია იცვლება, თქვათ ისლამური სამყაროს პოზიცია იცვლება, ხო? თავიდან იძახდნენ, ყველა ასე ვთქვათ უყურებდა ამას ისე როგორც თქვათ ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლების თავის დროზე ისლამური სახელმწიფო როგორც აკეთებდა თქვათ ამას სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე, მაგრამ დღეს უკვე ხა ერდოღანი, ირანის ხელისუფლება, აბრაამის ტული ხელშეკრულებიდან გამოვიდა საუდის არაბეთ, ხო? ანუ პოზიცია იცვლება და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ნეთანიაჰუთან ოფიციალურად გამოუცხადა ომი უკვე ხამას, ანუ ორგანიზაციას გამოუცხადა ომი, ხო, ღაზას სექტორში გამოუცხადა ომი. არა პალესტინის ავტონომიას გამოუცხადა ომი, არამედ ხამას გამოუცხადა. როგორც შეერთებულმა შტატებმა გამოუცხადა თავის დროზე იმას რა ქვია ტალიბანს. ტალიბანს კი არა, რა ერქვა ისლამურ სახელმწიფოს. ალ-კაიდას, შემდეგ ისლამურ სახელმწიფოს. ანუ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ეს ორგანიზაცია ხა ვინც არა გარკვეული ეს პალესტინის ავტონომია ორი ნაწილისგან შედგება რა. ერთი ნაწილი არის კერძოდ ღაზას სექტორი, რომელზეც ხდება ახლა ეს სამხედრო ოპერაცია და საიდანაც მოხდა ეს შეტევა ისრაელზე და მეორე დასავლეთ სანაპირო, ხო, სადაც არის პალესტინის ავტონომია. ესე იგი, სადაც არის ეს პალესტინის ავტონომია, ეგრეთ წოდებული მაჰმუდ აბასის ხელმძღვანელობით, რომელსაც ცნობს მსოფლიო მომლაპარაკებელ პირად, ხო? და აქედან გამომდინარე იმის თქმა, რომ ეს არის ომი თქვათ პალესტინის წინააღმდეგ არ არის მართებული. ეს არის ომი ღაზას სექტორში არსებული დაჯგუფებების წინააღმდეგ. თუმცა სამწუხაროდ, ჩემდა სამწუხაროდ და მსოფლიოსათვის სამწუხაროდ ეს ომი აი ამ პატარა ტერიტორიაზე და ღაზას სექტორი არის დაახლოებით 40 კილომეტრი 12 კილომეტრზე, ასე ვთქვათ, ტერიტორია. ძალიან პატარა ტერიტორია. შეიძლება გახდეს ძალიან დიდი ომის დაწყების მიზეზი, ასე საბაბი თუ მიზეზი შეიძლება. იმიტომ რომ დღეს მაგალითად ისრაელმა უკვე დაბომბა სირია, დამასკო და ალეპოს აეროპორტები, ხო? იმ დროს თან, როდესაც იქ მიფრინავდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს უკვე პირდაპირ ნიშანია იმისი, რომ თქვათ ებრაელები თვლიან, რომ ირანი ჩართული არის ამ საქმეში. თუმცა ირანიც და მთელი მსოფლიოც ამერიკელებმაც კითხეს, რომ ჩვენ ვერ ხედავთ ირანის ჩართულობას ამ საკითხში. ნახოთ როგორ გაგრძელდება სიტუაცია. ჯერ სახმელეთო ოპერაცია არ არის დაწყებული. ხო, მე მაგალითად პირადად ველოდები ამ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას და სახმელეთო ოპერაცია როგორც გაგრძელდება, რამდენი ხანი გაგრძელდება, როგორ გაგრძელდება. იმის მიხედვით უკვე შეიძლება
პირველი ეტაპის, ასე ვთქვათ, პირველი 2 კვირის განმავლობაში ამ სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან შეიძლება ვთქვათ თუ შემდეგ როგორ გაგრძელდება ასე ვთქვათ ეს ომი, გადაიზრდება ეს უფრო ფართო მასშტაბიან ომში თუ არ გადაიზრდება და ეხლა თქვენ ალიევის ვიზიტზე საუბრობდით აქ ალიევს ძალიან მოკლე ვიზიტი ჰქონდა რა ერთი დღით ჩამოვიდა წავიდა არ ამგონია რომ ამ საკითხზეც არ ყოფილიყო საუბარი იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეხლა ირანის ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია განცხადება რომ იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანი თქვათ რაღაცნაირად სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება მაშინ ის მიიღებს გარკვეულ ზომებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ხო? ეს განცხადებები იყო და ახლა ვიცით ისრაელის ასე ვთქვათ სამხედრო პოტენციალი აზერბაიჯანში ძალიან დიდია და ამ ომში ამან გარკვეული ამ ყარაბაღის დაბრუნების ომში გარკვეული ტექნიკური საჰაერო აპარატები სადაზვერო ინფორმაცია თუმცა ეხლა ისრაელის დაზვერვამ მთელ დაანახა რომ არ ყოფილა ისეთი მაღალი დონის როგორც აქამდე იყო საუბარი ხო ეხლა ეს გამოჩნდა ფაქტია 2000-3000 კაცი შემოვიდა ისე რომ ვერავინ ვერ გაიგო ხო ეს ახლა იმიტომ მოხდა რომ თქვათ რაღაცა პრობლემები იყო იმიტომ მოხდა რომ ვიღაცამ რაღაცა გაუთიშ ეხლა ეს არის უბრალოდ ბჭყალებში ვიხმარს იყო საგավորკი ფაქტია ის რომ 3000 კაცი შემოვიდა დახოცა ხალხი და მათ დატოვეს ტერიტორია ისე რომ პრაქტიკულად ძირითადი მებრძოლი ჯგუფები ვერ განადგურდა. იქ განადგურდა ამათ მომყოლი ხალხი, ასე ვთქვათ. მებრძოლ ჯგუფებმა აიყვანეს მძევლები და დატოვეს ტერიტორია შევიდნენ ისე კი, დაბრუნდნენ უკან. ახლა ჩვენ არ ვიცით ისინი ღაზაში არიან, ეგვიპტეში გადავიდნენ, იმიტომ რომ მაშინ ეგვიპტის საზღვარი ღია იყო. ეხლა დაკეტესო. ეხლა ხო, იძახიან დაკეტესო. იმიტომ რომ შესაძაც ეგვიპტელებმა ჰუმანიტარული ტვირთი მიიტანეს, ისრაელმა ესროლა და ასე ვთქვათ, სავარაუდოდ დაკეტილია. აქედან გამომდინარე, სიტუაცია მართლა ძალიან დაძაბულია ამ რეგიონში. ხა ამერიკელების ორი ხომალდის შემოყვანა, ხო, ავიამზიდის შემოყვანა, რომელზეც ნატოს წევრი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ამბობს, რომ რა უნდა თამათაქო. რა უნდა თამათაქო, რატო შემოვიდნენო? ანუ ამერიკელები უკვე ამ შემთხვევაში არენდობიან თურქეთსაც, რომელიც ნატოს წევრია, ხო? ძალიან რთული სიტუაცია პირდაპირ და თურქეთმა თან ღია დაუჭირა მხარი თქვათ თურქეთის პოლიტიკურმა სპექტრმა ერდოღანს ჯერ ეს არ უთქვამს მაგრამ ღია დაუჭირა თქვათ პალესტინელების ბრძოლას თავის დამოუკიდებლობისთვის ეს სიტუაცია მართლა ძალიან დაძაბულია და რთულია ასეთ შემთხვევაში ჩვენ მართლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა ჩვენ განცხადებაში და ყველა ჩვენ ქმედებაში ისეთი დაძაბულია სიტუაცია ჩვენს ირგვლივ გავითვალისწინოთ სომხეთი აზერბაიჯანის კონფლიქტი. ნუ სომხეთის არა ყარაბაღი აზერბაიჯანის კონფლიქტი. ეხლა დაემატა უკვე ისრაელისა და ღაზას სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები. გაიზარდა სამხედრო პოტენციალი გაიზარდა მთლიანად რა რეგიონში. რა ვიცი ხა უკრაინის ომი რომელმაც უკვე ხედავთ უკანა პლანზე გადაინაცვლა. ჩვენ შოთა ადრე გადაცემებში ამას გვისაუბრია რომ შეიძლება სოფლიოში დაიწყოს რაღაც კონფლიქტები და ამერიკელებმა სხვა მეთოდით როგორ დატოვონ კონფლიქტი, თქვათ უკრაინის, ხო? რაღაცნაირად ხო უნდა დატოვონ ეს კონფლიქტი. ხვდებიან რომ იმან სახის შენარჩუნება. ხო, აკეთებ, რასაც აკეთებ, არ გაამართლა, ანუ ვერ იმარჯვებს ეს უკრაინა რა. გვინდა არ გვინდაზე არ ვამბობ, ფაქტია, ხო, ვერ იმარჯვებს, ხო? ვერ აკეთებს იმას, რაც უნდა გაეკეთებინა და მიუხედავად მილიარდობით დოლარისა. აქ ლაპარაკია 10 მილიარდზე კი არა და აქ ლაპარაკია 100 მილიარდ დოლარზე. ამერიკელების ფული, რომელიც ჩაიყარა, რომელზეც ახლა არის იქ პირდაპირ კონგრესში გამოძიება დაიწყო. საწავიდა ეს ფული. ეხლა არის გამოძიება ის იარაღი, რომელიც ხამას ჰქონდა, საიდან მოხვდა ხამასის ხელში. პირდაპირ არის კონსერვატორი კონგრესმენები იძახიან ამას ძირითადად კაცო იარაღი, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ უკრაინაში, აღმოჩნდა ხამასის ხელში და რანაირად მოხდა ეს ამბავი. ეს ჭორი არ არის ესე იგი. არა, რა ჭორი, ამაზე პირდაპირ არის საუბარი ამაზე. ეს არის პირდაპირ კონგრესმენები ამას ითხოვენ და ამიტომ რა თქმა უნდა ახლა ამ ბაიდენის ხელისუფლებას აუცილებლად სჭირდებოდა ახალი ცხელი წერტილი ახლა. თან ისეთი მნიშვნელოვანი ცხელი წერტილი, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც არის ახლო აღმოსავლეთი და პრაქტიკულად მიიღეს კიდეც.
ასე რომ მინდა გითხრათ, რომ არ მგონია, რომ ეს კონფლიქტი მალე ჩაცხრეს. არ მგონია. ლევან, შენ რას ვფიქრობ ამ თემაზე, რომ და ახლა რაც თქვა მე გიერთდები შენ შეფასებაში, რომ სოსომ ბევრზე კარგად იცის არა მარტო საქართველოში, არამედ თვით ისრაელშიც ასავალ-დასავალი ისრაელ-პალესტინური კონფლიქტისა და საერთოდ არაჩვეულებრივი ექსპერტიზა განავითარა შენ სოსომ მე არაერთხელ მოვისმენია შენი ნათქვამისთვის, გადაცემებისთვის და ასე შემდეგ და ძალიან მიხარია რომ ერთად ვართ დღეს სტუდიაში. დღეს ერთ-ერთ კონსერვატიულ ამერიკულ პოდკასტს უსმენდი საინტერესო შეფასებებით და იქ იძახდა ამ პოდკასტის წამყვანი რომ ეს დღეებიო შეუძლებელია ჩართო ტელევიზორი ან შეხვიდე ინტერნეტში და რაიმე არ წაიკითხო ისრაელის კონფლიქტის შესახებო და ალბათ ასეთ ფონზე უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ლაკონიურები და კონკრეტულები, იმიტომ რომ ეს სწორედ ის სფეროა, სადაც ხარობს ათასნაირი სარეველა ფუჭი კონსპირაციის თეორიებისა და ეს სარეველა ერევა, ასე ვთქვათ, რეალობას რა. რომელიც თავისთავად განსხვავებული არის მეტაფიზიკური, მისტიკური და კონსპირაციული რეალობებით. ანუ არის ნამდვილი კონსპირაცია, რომლის უარყოფაც ქრისტიანობის უარყოფაა რა. ჩვენ შემთხვევაში ან მუსლიმისთვის ისლამის უარყოფა, ან იუდეველისთვის იუდაიზმის უარყოფა. არსებობს კონკრეტული თემები, რომლებზეც უნდა აქ ჩვენ დღეს ამ გადაცემაში ვილაპარაკოთ. თუ გვინდა რომ ავმაღლდეთ ჩვეულებრივ პინგ-პონგზე მაღლა რა ხდება ისრაელში და პალესტინაში რა. იმიტომ რომ ნებისმიერ ასეთ მოვლენას და მით უმეტეს აი ამ საკვანძო მოვლენას ალბათ დამეთანხმებით თუ ვიტყვით რომ საქმე გვაქვს სოფლიოს გეოპოლიტიკის ჭიპლართან. კი ბატონო. მან ხდება ყველაფერი. მაქედან არის მთელი დანარჩენი დედამიწის ეკონომიკაც და პოლიტიკაც მაქედან იმართება და როცა ეს ჭიპლარი ესე ღიზიანდება, ხო? ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, სამი დონე, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია შევუტიოთ ამ თემას. ერთი არის იდიოტური დონე. იდიოტური დონე არის ასეთი. ტერორისტები, რომლებიც უდაოდ არიან ტერორისტები, იმიტომ რომ ვინც ბავშვს თავს მოაჭრის, ის ჩემთვის კაცი არ არის. გათავდა და მორჩა, ხო? ტერორისტები დაესხენ თავს ისრაელის ტერიტორიას, მოხდა ესა და ეს და რას იზავს ისრაელი საპასუხოდ. ეს არის იდიოტური დონე, რომელიც არ ეკადრება ჩვენს აუდიტორიას და მე გთავაზობთ, რომ ამაზე არ ხარჯოთ დრო საერთოდ რა. მაგას მოგვიყვებიან ყველა მიკროფონიდან და ყველა უთოდან ამ დღეებში რა. მეორე დონე არის მოდი მე დავარქმევდი მას ცოტა მოაზროვნე დონე. ანუ როგორ შეიქმნა ისრაელი 1948 წელს 75 წლის წინ და რა ხდებოდა ეს 75 წელი, რამაც მიიყვანა სამყარო მორიგ ასეთ ინციდენტამდე. ახლა მე შენ გავიზარდეთ სამყაროში, სადაც ორი სუპერ სახელმწიფო ან super power იყო ამ ჭიპლარში ჩარეული ორივე ხელით, ორივე მხრიდან, ეგრე არისო? კი ბატონო. მე 3 წლის ვიყავი თუ რამდენის, როცა იამ კიპურის ომი მოხდა და ერთი უჭერდა მხარს, საბჭოთა კავშირი უჭერდა მხარს არაბულ მხარეს და დასავლეთი უჭერდა მხარს ისრაელს. და ეხლა შეიძლება გუშინ წინ დაბადებული ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ვისაც მიშა სააკაშვილიც კი აღარ ახსოვს. ეს ყველაფერი რაღაც ძველი ისტორია, მაგრამ ჩვენ ამაში გავიზარდეთ. კი ბატონო. ჩვენთვის ბევრად უფრო ნორმალურია ვისმენდეთ ომის შესახებ ღაზას სექტორში, ვიდრე მშვიდობის შესახებ. ჩვენ ბევრად უფრო მიჩვეულები ვართ ამას. კი ბატონო. ხო და დაითარსა ჯეიქ სალევანი, როცა 2 დღით ადრე თქვა, ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტი მშვიდობაა ვიდრე ოდესმეო და ისე აგიხდა ყველაფერი. როგორც ჯეიქ სალევანს აუხდა ეგ მშვიდობა რა. ხო და ეგ არის მეორე დონე რა, აი ცოტა რო თავს იფხანენ ხალხის დონე. რა ხდებოდა 75 წელი.
და მესამე დონე, რომელსაც მე შემოგთავაზებდით, რომელზეც ვისაუბროთ დღეს, არა როგორც ანალიტიკოსებმა, რეალისტებმა და ესა ფაქტოლოგებმა, არამედ როგორც ადამიანებმა, ვისაც გვინდა აზროვნება. არის ესხატოლოგიური დონე. რა არის ისრაელი, რა უნდა შიგნით განახორციელოს ქრისტიანობამ, ისლამმა და იუდაიზმმა. იმიტომ რომ აი ეს არის ნამდვილი მიზეზები ამ ომისა. და არა ვინ შეიჭრა სად გასული 2-3 დღის განმავლობაში. აი ეხლა თუ ამ დონეზე დავიწყებთ ლაპარაკს, თუ აი ამ მესამე დონეზე ავალთ, ну მასინ მე რამოდენიმე ციტატას მოვიყვანდი რა და რამოდენიმე ფაქტს. და მოდი გავშალოთ იქიდან, სოსო. კი ბატონო. დავიწყებ ბენჯამინ ნეტანიაჰუს ციტატიდან, მისი 2019 წლის გამოსვლიდან კნესეთის წინაშე. ნეტანიაჰუ ამბობს ასეთ ფრაზას. მე ხა შეიძლება ზუსტი ციტირება ვერ მოვახდინო და შენდობას ვითხოვ ამისთვის, მაგრამ ძალიან ახლო ვიქნები ციტატასთან რა. ყველას ვისაც გვინდა შევაფერხოთ პალესტინის სახელმწიფოს განვითარება, ვალდებულნი ვართ მხარი დაუჭიროთ ხამას და ფული ვაძლიოთ მას. კი ბატონო. ეს მოგცემს ჩვენ საშუალებას ვეომოთ პალესტინელებს როგორც მტრულ ძალას. მე მგონია რომ ამ ციტატაში არის ჩატეული მთელი კოსმოსი. მე სხვა ციტატებიც შემიძლია მოვიყვანო მსგავსი ცახალის და მოსადის ხელმძღვანელებისა, ზოგი დაღნობილი WikiLeaks-ზე, მაგრამ ის ციტატა, რომელიც აქ მომყავს, საჯაროა მას არავინ არ უარყოფს. ხო, იქ მოდი აი აქედან დავიწყოთ. ხო, WikiLeaks-ში ბევრი რამე გამოქვეყნდა, სხვათა შორის ბევრი რამე გაიხსნა. არა, ეს არ არის WikiLeaks-იდან, ეს პირდაპირ წყაროებიდან არის. ხო და მოდი ახლა აი აქედან დავიწყოთ ჩვენი გადაცემა, რათა ის არ დაემგვანოს მილიონ სხვა გადაცემას, რომელიც ახლა მინდის ამ თემატიკაზე რა. მოდი მე დავაყენებ აი ესეთ პოსტულატებს, რომლებიც არავისთვის არ არის, ვინც აზროვნებს, წიგნებს კითხულობს და ღმერთის სწამს, არავისთვის არ არის საიდუმლოება. იუდეური სარწმუნოების, იდეოლოგიის და სახელმწიფოებრიობის ცენტრი არის მოშიახის მოყვანა. მოშიახის, რომელსაც ჩვენებურად შეგვიძლია მესია უწოდოთ და რომელსაც ჩვენ ვეძახით ანტიქრისტეს. და მუსლიმები ეძახიან დაჯალს ან ჯაჯალს, ანუ მატყუარას. მოშიახი მოვა და დაждდება ტაძარში, რომელიც უნდა აღდგეს. სად არის ეს ტაძარი? ჯერთი რა ქვია ამ ტაძარს? სოლომონის ტაძარი, რომელიც მეფე სოლომონმა ააშენა თავის დროზე. და მერე აღდგა და ისევ დაინგრა. მესამე ტაძარი სოლომონისა არის ის ადგილი, სადაც მოშიახი უნდა დაждდეს. სად იდგა სოლომონის ტაძარი და სად უნდა დადგეს ის? ის იდგა იქ, სადაც ის იდგა იქ, სადაც ეხლა დგას ალ-აქსას მეჩეთი. ალ-აქსას მეჩეთი არის მუსლიმთა ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე. და იერუსალიმში მათი მთავარი სიწმინდე. იმისთვის რომ აღდგეს სოლომონის მესამე ტაძარი, უნდა დაინგრეს ალ-აქსას მეჩეთი. იმისთვის რომ დაინგრეს ალ-აქსას მეჩეთი, საჭიროა მოხდეს დიდი ომი. სოლომონის ტაძრის აღსადგენად საჭირო სამშენებლო ქვები დაჭრილი და დანომრილი და გამზადებული არის დაახლოებით უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. მასზე გამოყოფილი ბიუჯეტი ატარებს საჯარო ხასიათს. შემდეგი ფაქტი, ბენჯამინ ნეტანიაჰუ
არის hard line, ანუ მტკიცე მემარჯვენე კონსერვატორი. რომლის პოლიტიკაც მიმართული არის ებრაული სახელმწიფოს ზენიტში აყვანაზე. მორიგი ეს გამწვავება, რომელიც უდაოდ მიმართულია იმაზე, რომ მოხდეს დიდი ომის დაწყება, არ არის პირველი და არ ვიცით იქნება თუ არა უკანასკნელი. ის შეიძლება მოხდეს, მისი ლოკალიზაცია მოხდეს ღმერთისნებით და მონაწილე მხარეების კეთილგონიერებით, ან შეიძლება ვეღარ მოხდეს და ის გავიდეს დამკაში, ჟარგონი რო ვიხმაროთ. ანუ მიაღწიოს თავის მიზანს. მასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მესამე მსოფლიო ომთან და სამყაროს აღსასრულთან. მე არ მეშინია ამ სიტყვების თქვა, იმიტომ რომ ჩვენი აუდიტორია არ არის კომიქსების აუდიტორია. ჩვენი აუდიტორია არის სწორედ ის ნაწილი, რომელიც აზროვნებს, წიგნებს კითხულობს, ღმერთის წამს, წაკითხული აქვს იოანე ნათლისმცემლის გამოცხადება, ანუ აპოკალიფსი, ან თუ მუსლიმია თავისი ყურანი აქვს წაკითხული, ან თუ იუდეველია თორა აქვს წაკითხული და იცის რაზე ვლაპარაკო. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ხარს ვუჭერთ ან არ ვუჭერთ რომელიმე მხარეს. თქვი და ვიტყვი, ის ვინც ბავშვებს ხოცავს, კაცი არ არის, არ მაინტერესებს რა სიცავს ის, ხო? ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ესხატოლოგიურ მეტაფიზიკურ ჭრილში. იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ჩვენ ხდებით მონაწილეები იმ ფლიდი დისკურსისა, სადაც პირველ ან მეორე დონეზე, ანუ იდიოტურ, ან ვითომ მოაზროვნეთა დონეზე ცდილობს გაანალიზოს ეს კონფლიქტი. დავამთავრებ, საქმე გვაქვს მორიგ მცდელობასთან, დაინგრეს ალაქსას მეჩეთი, აშენდეს სოლომონის ტაძარი და დაждდეს მოშიახი. გიჟი ვარ თუ მეტაფიზიკოსი ვარ თუ ფანტაზიორი ვარ, ეს განსაჯოს არა იმ ხალხმა, ვისაც ღმერთის არ ასწამს. არამედ ვისაც წამს ღმერთის. ნებისმიერ აბრამიკული სარწმუნოების წიაღში მყოფ ადამიანს, ჩემთვის სულ ერთია ის იუდეველია, მუსლიმია თუ ქრისტიანია, ანუ ჩემიანია, ხო? მას აქვს პასუხები ამ კითხვებზე. ნებისმიერი ვინც ამბობს, რომ ქრისტესი კი მწამს, მაგრამ ანტიქრისტესი არ მწამს. ანუ happy end მინდა. მაშინ ის არ არის ქრისტიანი, მას არ ესმის რას ეუბნება, მას მისი სარწმუნოება. ასევე მუსლიმზე, ასევე იუდეველზე. გადარწმუნება ერთმანეთისა, მაგალითად ის რომ მე ვინმე გადამარწმუნოს, რომ მესია, მოშიახი არ იქნება ანტიქრისტე. შეუძლებელია, ეს ჩემი სარწმუნოების საკითხია. ისევე როგორც მე ვერ გადავარწმუნებ ვერც ერთ ჩემ იუდეվել მეგობარს საპირისპიროში. იმ დღეს ჩემ მეგობარი მეუბნეოდა, რომ დავაფიქსირეო, რომ რამდენი ებრაელი ყოლიაო და არც ერთი არაბი ძმაკაცი არ აყავსო და მართლა ეგრეა. ეს კონფლიქტი რო დაიწყო, არ ვიცი, ერთი 10 კაცს დაურეკე ისრაელში რა ხდება, როგორ ახართ ოჯახი სადა ყავს, ასე შემდეგ, ხო? და ნუ მე კი არ ვამაყობ იმით, რომ არაბი ძმაკაცები არ აყავს, მართლა ეგრე მოხდა რა. ხო და კიდევ ერთხელ ფაქტია, რომ აბრამიკულ წიაღში არის სამი სარწმუნოება, ჩვენთვის არის ჭეშმარიტი, ჩემგან დავამატებდი, რომ არა მარტო ჩვენთვის, ჩემი აზრით ის არის ჭეშმარიტი, მაგრამ ამ სამივე სარწმუნოებრივ შტოში მოახლოებული გარდაუვალი აპოკალიფტიკური ესქატოლოგიური მოვლენების ინტერპრეტაცია არის საპირისპირო. ნუ ქრისტიანების და მუსლიმების ცოტა ერთმანეთს უფრო გავს ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ დაჯალი უდრის ანტიქრისტეს და ბრძოლა მის წინააღმდეგ არის კაცობრიობის მართებული ბრძოლა. მაგრამ მოდი რა, ნუ დავახარჯიებთ ჩვენ მაყურებლებს კიდევ ერთ საღამოს არაბ-ისრაელის კონფლიქტზე საუბრით ამ ასპექტის განხილვის გარეშე. არ ეკადრება ჩვენ ტელევიზიას, ჩვენ საზოგადოებას, ერის და არ გვეკადრება ჩვენ.
მოდი იქნებ ასე ვცადოთ ლაპარაკი, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს მისთვის შესატყვისი ტერმინოლოგიის შეჩერჩევა, ანალიტიკის და არგუმენტების შემტყევა. მაპატიეთ რომ შეუთანხმებლად შემოვიტანე ესეთი რევოლუცია, მაგრამ იმედია რომ ამყვებით. არა, რა თქმა უნდა. ეხლა შენი სიტყვები ნეთანახოს სიტყვები, რომელიც თქვი, ეს ასეთი პოზიცია საერთოდ ბევრს ჰქონდა ისრაელში, იმიტომ რომ ხამასის არსებობა თავისთავად სწორედ ხამასის და თქვათ აი ამ დაძაბულობის კერვის არსებობა, რომელზეც არის ეხლა საუბარი, ხელს უწყობს აი სწორედ ამ დიდი ერեց ისრაელის, რომელშიც უნდა აშენდეს შემდეგ სოლომონის ტაძარი, რომელზეც ჩვენ საუბრობდი, შექმნას. ერთი მხრივ და მეორე მხრივ ხელს უშლის პალესტინური სახელმწიფოს შექმნას, ხო? იმიტომ რომ ეხლა 48 წელში საუბარი იყო, რომ ამ ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო უნდა შეიქმნას, ხო? და იერუსალიმის გარკვეული ნაწილი, რომელიც ეხლა სადაც ეს ალექსის მეჩეთი აშენებული, ეს ხო აშენებული ამ გოდების კედელი ეგრეთ წოდებული, ეს იყო სოლომონის ტაძრის კედელი. აი მის თავზე აშენებული ეს ალექსის მეჩეთი, საიდანაც ამაღლდა, ხო? შემდეგ მუჰამედი, როგორც მუსლიმები ამბობენ, ცაში ხო, დაკრა მის მაცხენო ფეხი და ამაღლდა ცაში. ეს იორდანიის გაგებულშია, ანუ ეს არ არის ისრაელის ტერიტორია. უпростоრად ეს არის ისრაელის ტერიტორია, მაგრამ როგორც რელიგიურ, ასე ვთქვათ, ამ ტერიტორიას განაგებს იორდანია. ამიტომ აქედან გამომდინარე ამ ადგილას დღეს არსებული ვითარებით ვერანაირი სოლომონის ტაძარი ვერ აშენდება, იმიტომ რომ ეს ტერიტორია არ ეკუთვნის ისრაელს. არ არის ეს ისრაელის ტერიტორია. და იმისთვის ბოდიში სოსო რო გაწყვეტებ რომ მოხდეს, რომ აშენდეს, უნდა მოხდეს დიდი ომი. რა თქმა უნდა, იორდანია აღარ უნდა არსებობდეს საერთოდ ისლამური სამყარო. თუ ამ სიტუაციაში ჩვენ მივალთ, რა ვიცი, მე არ მგონია რომ სოლომონის ტაძრის აშენება საერთოდ მოესწროს, იმიტომ რომ არა, თუმცა ჩემი და შენი სარწმუნოების მიხედვით მოვესწრებით. ანუ მე და შენ შეიძლება ვერ მოვესწრო და ღმერთმა მოვესწროს, მაგრამ ეგ აუცილებლად მოხდება. ანუ ანტიქრისტეს გამეფება სოლომონის ტაძარში აუცილებლად მოხდება. ხო, აი მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ამ პირობებში, დღევანდელ პირობებში, დღევანდელ რეალობაში, თუმცა რეალობა ისე ჩქარაიცვლება, მაგალითად, 3 თვის წინ, ახლა ჩვენ ვერცეთ ვერ წარმოვიდგენდით, ან 5 თვის წინ ყარაბაღის პროცესებს, ხო? ეხლა მე ვიყავი 4 თვის წინ სომხეთში რა და იმ ტერიტორიებზეც ვიყავი დაახლოებით სადაც ეს მოხდა. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ იქ ეს მოხდებოდა, ასე რომ მართალი ხა ეხა ამაში, რომ ის რაც ჩვენ წარმოვიდგენდა უკრაინა რუსეთს წარმოიდგენდა ვინმე თქვა 20 წლის წინ? ხო, აი ხო ვერავინ ვერ წარმოვიდგენდა. მართლა ესეა, შეიძლება ისეთი რაღაცა მოხდეს, რაც რასაც ჩვენ ვერ გეგმავთ, ასე ვთქვათ, ამაში გეთახმები აბსოლუტურად. 20 კი არა, 2 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით რუსეთ უკრაინის ომს და ხო. ევროკავშირის საქმეც ვთქვათ კარგად ვერ, აი დღეს გავცელდა ეხლა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში ყველგან აიგრძელა პროპალესტინური, ასე ვთქვათ, მიტინგები ეხლა. ამის მიზეზი ის არ არის ნამდვილად, რომ თქვათ ევროპის ლიდერები თქვათ არ არიან დიდი ნაწილი. პირდაპირ იმიტომ მემარცხენე ლიდერები სადაც არიან, ყველა პროპალესტინური. უბრალოდ მათ დაინახეს საფრთხე, მათ დაინახეს შიში. იმ დიდი ომისა, რომელზეც შენ ლაპარაკობ ლევან, შოთიკოც და მეც ლაპარაკობ. მართლა არის ამ დიდი ომის საფრთხე შექმნილი, იმიტომ რომ იქ ეხა სიტუაცია მართლა ძალიან დაძაბულია. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ღაზას სექტორზე, მაგრამ ღაზას სექტორის გარდა იქ არის კიდევ ერთხელ ვამბობ, დასავლეთ სანაპირო, ხო, იორდანესი, სადაც ეს პალესტინის ავტონომია. არის ლიბანი, სადაც ხეზბოლა, არის სირია, არის ეგვიპტე, არის ერაყი. ამ ტერიტორიაზე მართლა ისეთი მდგომარეობა ჯერ კიდე ISIS როდესაც ომობდა იქ ლაპარაკობდნენ რომ შამაში მიდის ომი და ეს არის გოგი და მაგოგის ომიო. ანუ ეს რელიგიური ასე ვთქვათ დატვირთვა ამობს კი სულ აქ ამ რეგიონში ომს სულ აქ რელიგიური დატვირთვა. იმიტომ ეს ისეთი რეგიონია მართლა ყველა აბრამისტული რელიგია აქედან მოდის ხო?
ეს ისეთი რეგიონია, რომ არ შეიძლება. ხო, აი, ბოდიში. აი, ესეთ მაგალითს მოვიყვანს, ოსო, ბოდიში რომ ჩაგეჭხირე, მაგრამ ჩვენი სატელევიზიო ტექნოლოგიები მიხსნიან, რომ ჯობია დიალოგი იყოსო და მოკლე მონოლოგებიო და ხო და თუ შენ შეხედავ ამ რელიგიური, ესხატოლოგიური, ანუ სინამდვილეში ყველაზე უფრო რეალისტური თვალსაზრისით მოვლენებს შენ ვერ გაიგებ, რატომ დაუტოვეს ამერიკელებმა 85 მილიარდი დოლარის იარაღი თალიბებს ავღანეთში, რომელი იარაღის ნაწილითაც ხამასი ახლა ბომბავს ისრაელს. ანუ შენ თუ უბრალოდ ამ ფაქტებს შეხედავ და უკრაინის იარაღი შენ ვერ მიხვდები რასთან გაქვს საქმე. კი ბატონო, იგივე. და ამიტომ შენ ვერ მიხვდები რასთან გაქვს საქმე და თუ შენ გაქვს რელიგიური მსოფლხედვა, თვალსაწიერი, მაშინ შენ ანალიტიკაც უკეთესი გაქვს, იმიტომ რომ შენ შიფრავ ყველაფერს, იმიტომ რომ წინასწარ აი აქ სწორედ ტელეგონიური მიდგომა ბევრად უფრო ჯანმრთელია, იმიტომ რომ იცი რა საბოლოო მიზანი, გესმის რატო ხდება ის რაც ხდება. და ეს არაფერი კავშირში არ არის იდიოტური შეთქმულების თეორიებთან. ეს არის ნამდვილი შეთქმულების თეორია. შეთქმულება რა არ არსებობს? მე ვარ შეთქმულების ნაწილი, იმიტომ რომ დავდივარ ტაძარში და შეთქმული ვარ ჩემს ეკლესიასთან, რომ მწამს რომ პური და ღვინო იქცევა სისხლად და ხორცად, არა სიმბოლურად, არამედ ნამდვილად. იუდეველს წამს რომ ის აშენებს ისრაელს, რომელშიც გამეფდება მესია. და მუსლიმს წამს რომ მეჰდი მოვა, შეფარული მეჰდი განსხვავდება, მოვა და დაამარცხებს დაჯალს. ხო და ეს შეთქმულებები თუ არ იცი და გონია რომ მათემატიკა იცი, ფიზიკა იცი, გეომეტრია იცი, ქიმია იცი, ჯერ ერთი ფრენსის ბეკონი ამბობდა დასავლური მეცნიერების გამომგონებელი, რომ როცაო ადამიანებიო იწყებენო მეცნიერებასთან გაცნობასო ცოტა ღმერთის წმენას კარგავენო, მაგრამ როცა სიღრმეში შედიან და ნამდვილი მეცნიერები ხდებიან, პირიქით მტკიცდებიანო მეცნიერებაში, სარწმუნოებაშიო. და შენ თუ არ იცი რასთან გაქვს საქმე, შენ თუ არ იცი ღმერთის შესახებ, არა გაქვს მისი სარწმუნოებრივი ინტერპრეტაცია, რომელიც შენმა ხალხმა საუკუნეებში გამოატარა, შენ ქიმია, მათემატიკა, გეომეტრიის ცოდნას დაგეფშნება აუცილებლად. იმიტომ რომ შენ ქვენარე გრძნობებს გადაყვება, ნარკოტიკებს, სექსუალურ მანკიერ მიდრეკილებებს და შენ დაიფშნები თვითონ. ანუ შენი მეცნიერულობა და ლოგიკურობა და ეგ ყველა ბებერმა ლიბერალმა იცის. შენი მეცნიერულობა და ლოგიკურობა ვერ შენარჩუნდება წლებში, თუ შენ არ ახარ მორწმუნე ადამიანი. ხო და ამ თვალსაზრისით რომ დაუბრუნდეთ ჩვენ დღევანდელ თემას, ესეთი კითხვა მინდა ორივეს დაგისვათ რა. როცა ყოველ ჯერზე, როცა ანტიფადას ან მოდი ესე ვთქვათ, არაბისრაული დაპირისპირება მწვავდება, ერთადერთი კითხვა რაც მე მაწუხებს და ბავშვობიდან ეგრე იყო, როცა გავერკვია ამ თემებში, ხო? მივა თუ არა ის თავის საწადელ ფინიშამდე. რომელიც თქვათ ამ შემთხვევაში მათ სურთ. და თუ მივა როგორ, არის თუ არა ამის წინაპირობები, თუ მორიგ ჯერზე თქვენი აზრით გადავრჩებით კაცობრიობის კეთილგონიერების წყალობით. აი სოსო შენ რა განცდა გაქვს? ვართ ამ ასე ვთქვათ ოვერტურაში ახლა შესულები, თუ ჯერ კიდევ არა? მე მინდა გითხრა რომ ძალიან ახლოს ვართ ასე ვთქვათ მე ერთ ტელევიზიაში თქვი მესამე მსოფლიო 2/3-ით მივახლოვდით ხო რა თუმცა აქ არის ერთი ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს ისე ვთქვათ იგივე ამერიკის ფაქტორია ოღონდ არა ამ ამერიკის ბაიდენის ამერიკაზე ჩვენ გავითვალისწინოთ რომ ამერიკაში მოდის არჩევნები სადაც ის ადამიანი, რომელმაც ეს აბრამისტული ხელშეკრულება დადო არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის, მოდის შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში თუ არა და ყოველ შემთხვევაში კონგრესში და სენატში უმრავლესობა ასე ვთქვათ, მე ყოველ შემთხვევაში ასე მჯერ რესპუბლიკელები და კონსერვატორები აიღებენ. ეს ერთი, რომელიც ვთქვათ, აი ამ საკითხში
გადარჩენისაკენ უფრო ჩვენ გადარჩენაზეა საუბარი, ხო, სამყაროს გადარჩენაზე უფრო აქეთ ქაჩავს, ამ პინს ქაჩავს. მეორე არის ის, რომ თავად ხელშეკრულება, რომელსაც ისრაელსაც აქვს ხელი მოწერილი, არ არის ჯერ გაუქმებული. ანუ ის, რომ შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო, ხო? აქ საუბარი იყო ისრაელს ერთადერთი რაც აჩერებდა და თქვათ ნეთანიაჰუს ის სიტყვებიც რომელიც შენ წაიკითხე ამას ადასტურებს სანამ არის ხამასი სანამ არსებობს ხამასი ღაზას სექტორში მანამდე ისრაელი პალესტინის სახელმწიფოს არ ცნობს იმიტომ რომ ისინი ამას ამართლებდნენ იმიტომ რომ ჩვენს ასე ვთქვათ უსაფრთხოებას ვერ დავიცავთ აჰა დღეს მიცავს სოფლიო მკარგლაში და სხვათა შორის ადრე რუსების პოზიცია ბევრად უფრო ისეთი იყო, აგრესიული იყო ხოლმე ისრაელის აი ამ შეტევის დაწყებისთანავე. დღეს მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ალეპო დაბომბა და დამასკო დაბომბა, ხო, ეს საფრენ ძალიან ისეთი პოზიცია აქვს, მე პუტინის გამოსვლასაც უსმინე, თქვა, იცით რა, ჩვენო ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ახლა ორივე მხარის მოქმედების შეფასებისგანო ეს კადიროვის განცხადების შემდეგ ესეთი რამე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ კარგად უნდა გავერკვეთ სიტუაციაში. ანუ რეალურად ხამასის დამარცხება უკვე წინა პლანზე წევს საკითხს, აი მეორე საკითხს, რომელსაც სხვათა შორის ბაიდენს თუ ამ სიტუაციიდან მართლა გამოძრომა უნდა აუცილებლად უნდა დაუჭიროს ხარი. ეს არის პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, ანუ ორი სახელმწიფო ორი ერისათვის, რომელსაც სხვათა შორის ის ბენი განცი, რომელიც მთავრობას შეუერთდა, მხარს უჭერს და ის ფრთა ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე ფრთა. თვითონ ნეთანიაჰუ ახლა ესე რომ ვთქვათ თავისი გენეოლოგიით, ამაშიც მართალი ხარ, თავისი გენეოლოგიით წინასწარმეტყველი დავითის შტოს ასე ვთქვათ აგრძელებს მის ანუ ენათესავება წინასწარმეტყველ დავითს და მას ეს ამბიცია აქვს ეხა მაგაზე არც იმალება ეს ამბიცია აქვს რომ იყოს ასე ვთქვათ ერეთ ისრაელის შემქმნელი თუმცა ну ბევრი პოლიტიკური შეცდომა აქვს დაშვებული რა მართლა ძალიან ბევრი პოლიტიკური შეცდომა აქვს დაშვებული თუნდაც ეს რეფორმა რომელსაც ის სასამართლო რეფორმა კი აქ ბევრი პოლიტიკური ჯერ ტრამპისტი იყო მე უცებ ბაიდენ ტრამპთან გადაღებული სურათი წაშალა და ბაიდენთან ანუ ადამიანი ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და დღეისათვის ძალიან არაპოპულარული პოლიტიკოსია ისრაელში ძალიან არაპოპულარულია უკვე რა მიუხედავად იმისა რომ აი ხა თქვათ პრემიერ-მინისტრია ხო მოუწია რაღაცა ახალი მთავრობის გაკეთება და ეს მე უფრო არც არის თლათ პრემიერ-მინისტრი შერეული რაღაც კოალიციური ხო რაღაც კი ბატონო და აქედან გამომდინარე თქვათ აი ეს პინი უფრო წონის მიუხედავად აი ამ დაძაბულობისა და შეიძლება თქვათ ეს ომი ბევრად უფრო ძიმე ომში გადაიზარდოს, მაგრამ ეხა ის რაც ხდებოდა იმ ტერიტორიაზე ჩვენ კარგად გვახსოვს სულ რამდენიმე რავი 4-5 წლის წინ ხო ისლამური სახელმწიფო რასაც აკეთებდა და რაც ხდებოდა ჩვენ ხო ყველა ვხედავდით კაცო იქ მილიონობით ადამიანი დაიხოცა მაშინ ჩრდილო აფრიკაში დაიხოცა მილიონობით ადამიანი და იყო საუბარი იმაზე, რომ ეს მილიონობით აი სწორედ მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ შეიძლება მომხდარიყო ის რასაც ჩვენ საუბრობ, ხო? ოღონდ მუსლიმები ამბობდნენ ამას, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ ამისთვისო. ჩვენ გვინდა რომ მოვიდეს მესია მეჰდიო. ამისთვის იყო ის მომიდაწებული. მე ჩავერთობ ერთ წინააღმდეგობას ვიტყვი ძალიან ისეს რა, კითხვასავით რა, ჩემ თავსაც დაусმევ და დაусვამ და თქვენს. რაღაც მექანიზმი რომ მოიჩლება, ხო? და ეძახიან მე რომ რაღაც დამთავრდება ამ მექანიზმის ესე იგი არსებობა, ხო? ხო შეიძლება რომ ის ასე ვთქვათ გადატვირთო ან რაღაცა იმას ხნა თუ ეს ესკატოლოგიურად როგორც ლევანი უდგება ამას ხო რა უნდა ქნას კაცობრიობა ამ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი მიექანება ამ დასასრულამდე რაზეც ჩვენ მართლა რელიგიურადაც ვიცით და ჯესეთი არავინ არ იცის როდის არის ეს დასასრული ხო ეს არ არის დაწერილი არსად და მეორეც ერთი არის რაღაცა ეს თემა კატეხონისა რომ ჩვენ უნდა დაუშვათ ეს რომ გაგრძელდეს ცხოვრება იმიტომ რომ მეტი ადამიანი გადარჩეს ხო იგივე სულიერად ხო
მეტი ადამიანი მოექცეს, თქვა ჩვენთვის ქრისტიანად და ჩვენთვის ცხონდეს, ხო? და ეს როლი რა არის კაცობრიობის, ხელი შეუწყოს ამ ესქატოლოგიურ სცენარს და დასრულდეს ყველაფერი თუ პირიქით იყოს ერთგვარი შემაკავებელი კატეხონი მაგას ნიშნავს, ხო? შემაკავებელი ამ ყველაფრისა ისევ ამ ჩვენი შვილების, ჩვენი რა ვიცი, კულტურის, ჩვენი რა ვიცი, მომავლის გადასარჩენა და მეტი ადამიანის ცხონებისათვის და რაც არის იდეალური რამ ყველა სამივე რელიგიაში, ხო? სამივე რელიგიაში. ეს კითხვა ჩემთვისაც ღიათ არის და მე ერთგვაროვანი პასუხი მაქვს, რომ უნდა შეკავდეს ეს ყველაფერი. არა. რომ შეკავდეს მაშინ თუ ესარჩლებით სამართლიანობას, ეხა როგორ შეიძლება არა გაშფოთოს ბავშვების მკვლელობამ, ხო? და როგორ შეიძლება ეს არ დაგმო და არ გამოაცხადო, რომ ყველა ვინც ებრაელ ბავშვებს თავები დააჭრა იმ საშინელებაში არ არიან ადამიანები, ხო? მაგრამ თუ შენ მასე იქცევი და ამას ყველაფერს ესარჩლები, ხო? მაშინ შენ ზუსტად მასევე უნდა აგაშფოთებდეს, რომ პალესტინელი ხალხი ცხოვრობს იმაში, რასაც სოფლიოს ტერმინოლოგიაში, თქვათ ანგლოსაქსონურ სამყაროში ქვია World's largest open air prison. სოფლიოს ყველაზე დიდი ღია ცისქვეშ ციხე, რეზერვაცია. რომელშიც ისინი შეყრილები არიან და საკონცენტრაციო საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრობენ, ხო? აი მე ჩამოუგდე ჩვენს ოპერატორებს ერთი გრაფიკი, მინდა ვთხოვო ახლა გამოიყვანონ ეკრანზე თუ მაგის ტექნიკური საშუალება აქვთ. სადაც მოყვანილი არის სტატისტიკა მკვლელობების და დაჭრილთა სტატისტიკა არაბ-ისრაელის კონფლიქტებში 2008 წლიდან მოყოლებული. აი შევხედოთ, მოდი ამ ციფრებს თუ ხედავთ. სხვათა შორის ეს გრაფიკი მოყოლებული არის 2008 წლიდან დაახლოებით იმ წლიდან, როდესაც სოსო ხوار გასოს ეს Iron Dome-ის გუმბათი შეიქმნა 2006-ში თუ არ ვეცდები 2005-ში. კი ბატონო, გაიხსნა 2006-ში. კი ბატონო, ანუ მას შემდეგ რაც ისრაელის თავზე გაიშალა რკინის გუმბათი, აი იქიდან 2 წლიდან მოყოლებული უყურებთ სტატისტიკას ყოველ შეტაკებაში რამდენი ებრაელი დაიღუპა და რამდენი არაბი, ხო, პალესტინელი. სიკვდილები, ანუ დაღუპვა აღნიშნულია ლურჯი ფერით და დაჭრილთა რაოდენობა წითელი ფერით, ხო? და ეხლა აქ სამწუხაროდ ესე კაფეოდ არ ჩანს ეს ლურჯი სეგმენტი, გასაგებია რომ ის ბევრად ნაკლებია. მაგრამ მოდი აი ჩამოურბინოთ ტოტალ ციფრებს, ანუ დაჭრილი პლუს დაღუპული, ხო? 2008 წელი ისრაელის მხარეს 853, პალესტინის მხარეს 3200. 2009 123, 7460. 2010 185, 1659. 2011 136, იქიდან მხარეს 2260. აი მოდი ყველა არ ვარ წავიკითხო 2018 წელს შევხედოთ. დაშავდა ისრაელის მხარეს 130 კაცი და დაიღუპა. დაშავდა და დაიღუპა. და არაბთა მხარეს დაშავდა და დაიღუპა 31558 კაცი, ხო? ეს პროპორცია და აი აქ ტოტალია გამოყვანილი ზედა მარცხენა კუთხეში. ანუ სიკვდილთა რაოდენობა, ეს არ არის დაჭრილთა, მხოლოდ დაღუპულთა რაოდენობა. ამ პერიოდში 12 წლის განმავლობაში 2008-დან 2020-მდე, ხო? ესე იგი, ისრაელში დაიღუპა 251 ადამიანი და პალესტინის მხარეს 5590. ანუ 20-ჯერ მეტი. ეხლა ეს არ არის ზუსტი მათემატიკური ფუნქცია, მაგრამ ზოგ წელს ეს არის 100-ჯერ მეტი, ზოგჯერ ეს არის 10-ჯერ მეტი. ჩვენთვის ცნობილია, რომ არაოფიციალურად, ესე არადეკლარირებულად, არაფორმალურად ამ კონფლიქტებში ისრაელი ცდილობს
დაიცვას ამა თუ იმ ფორმით ფარდობა ისრაელის სახელმწიფოს ებრაულ მოსახლეობასა და მთელი არაბული სამყაროს მოსახლეობას შორის. ანუ თუ ისრაელში ცხოვრობს 9 მილიონი კაცი, რომლიდანაც დაახლოებით 8 მილიონი არის იუდეველი ებრაელი, ხო, ცოტა მეტი. და არაბეთის ნახევარკუნძულზე ცხოვრობს 450 მილიონი კაცი. ანუ თუ ეს ფარდობა გვაქვს რამდენი გამოდის 1.50-თან რამდენი 1.45-თან. კი ბატონო. 50-თან. ხო, ნუ 45 იყოს. ესე იგი, ისინი ამბობენ, რომ რამდენსაც მოგვიკლავთ პროპორციულად იმდეს მოგვიკლავთ ჩვენ თქვენ. იმიტომ რომ ჩვენ არ გიყურებთ თქვენ როგორც სხვადასხვა სახელმწიფოებს, ეს არის შიდა სემიტური კონფლიქტი. მეცინება ხოლმე, როცა ანტისემიტიზმს ეძახიან ამას, იმიტომ რომ ორივე მხარეს რა არის გასაცინი, მაგრამ ორივე მხარეს სემიტები ომობენ, ხო? და ჩვენ ვამბობთ, რომ ესენი ამბობენ, რომ აი ჩვენ დაგიხოცავთ იმდენს, რამდენიცაც პროპორციულად გვიხოცავთ თქვენ. ამ თვალსაზრისით, ხო, რომ დაუბრუნდეთ იმას, რა მოხდება ახლა. ნუ ჯერ ერთი ეს ტრაგედია უკვე აცდა ამ ციფრებს რამდენიმე დღეში. ხო, ესეც საგულისხმო ამ გრაფიკთან მიმართებაში. ანუ ის, რასაც ჩვენ ვუყურებდით ბოლო 12 წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, უჩვეულოდ ნელადენად დინამიკაში, ახლა გადავიდა სწრაფ დინამიკაში და რამდენიმე დღეში გაასწრო ამ 12 წლის სტატისტიკას, ხო? და ყველა თანხდება იმაზე, რომ ეს არის ახლა მხოლოდ დასაწყისი. კი. შოთიკომ თუ შენ სწორად თქვით, რომ არჩევნების წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ამ გამწვავებასთან მიმართებაში, ისევე როგორც რუსეთ-უკრაინის ომი. და მოდი მაგაზეც ვთქვათ ორი სიტყვა რა. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეა თუ ისე სრულიად ცხადია, რომ ტრამპი იმარჯვებს პრაიმერიში რესპუბლიკური პარტიის არჩევნებისა, თუ ციხეში არ ჩასვეს, ან მოკლეს, ან არ მოწამლეს, ან რაღაცა არ მოუვიდა. ანუ არავით არის შანსი მის უახლოეს კონკურენტს რონ დესანტის მასთან არ აქვს რეიტინგის თვალსაზრისით. და ამის შემდეგ, ნუ ფინალში ძალიან ჭაკეთ და სუსტად გამოიყურება გლობალისტური ბანაკი, იმიტომ რომ Sleepy Joe, მძინარე ჯო, ნუ არ არის კანდიდატი, რომელსაც შეუძლია ტრამპს მოუგოს. ეს ცხადია. კამალა ხარისი, რამდენად ძნელიც არ უნდა იყოს ამის წარმოდგენა, კიდევ უფრო უარესი კანდიდატია და კიდევ უფრო სუსტი კანდიდატია ტრამპის წინააღმდეგ. და ამ სიტუაციაში ერთი უნიკალური სიტუაცია, არასდროს არ ყოფილა სიტუაცია, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი ისევ იყრის კენჭს, ჰქონდათ ამერიკელებს ერთხელ ესეთი შემთხვევა, მაგრამ 19 საუკუნეში, მაგრამ როდესაც მოქმედი პრეზიდენტი იმდენად სუსტია, დაბერებულია, ვეღარ იყრის უკვე კენჭს. აი ამ ორი ფაქტორის თანხმედრა ამერიკის ისტორიაში არ მოხდარა. ამიტომ გლობალისტური, ანუ დემოკრატიული პარტია ყველანაირად ცდილობს დამალოს ის ფაქტი, სადამდეც შეუძლიათ, რომ დიდი ალბათობით გაისად ბაიდენი კენჭს არ იყრის. იმიტომ რომ რა დღესაც ისინი ამას აღიარებენ, მათი შანსები გამარჯვებისა დემოკრატიული პარტიის კანდიდატის მხრიდან კიდევ უფრო შემცირდება. იმიტომ რომ ელემენტარულად არ რჩება დრო იმისთვის, რომ საპირწონე კანდიდატის ჟარგონი რო ვიხმაროთ, რას კრუტკა მოხდეს. კი ბატონო. ამიტომ ტრამპი ან უნდა მოკლან, ან უნდა ციხეში ჩასვან. ან ის უნდა დაბრუნდეს თეთრსახში და გააგრძელოს ჭაობის დაშრობა. და იქნებ ხელები მიწვდეს ჩვენ საელჩოებამდე და სახელმწიფო დეპარტამენტამდე სამჯერზე, ხო? ხო და აქედან გამომდინარე ეს ომი ძალიან ჭირდებათ დემოკრატებს. და მისი ესკალაცია ისევე როგორც რუსეთ-უკრაინის ომის რამდენადაც სისხლდაცლილი არ უნდა იყოს ჩვენი საწყალი და ულამაზესი უკრაინა, ხო? ჭირდებათ დემოკრატებს. ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ომი გააღვივონ და აიყვანონ არნახულ სიმაღლეებზე. და ბოლოს, რას ფიქრობ შენ ჰეზბოლას ჩართვაზე?
და იმიტომ რომ ყველანი ვთანხმდებით რომ თუ ჰეზბოლა ჩაერთო, მაშინ ისრაელის შანსები წარმატებისა, ბევრად უფრო მცირდება. და რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ჰეზბოლა ჩაერთოს ომში? ჰეზბოლას ჩართვა ახლა ამ მოცემულ სიტუაციაში უკვე მოხდა შენთული? არა, პირიქით, ჯერ არ მომხდარა. იყო პატარა რაღაცა ასე ვთქვათ ინციდენტები ჩრდილოეთ საზღვარზე, მაგრამ ჯერ ჰეზბოლას ჩართვა არ მომხდარა. ეხლა ჩვენ მარტო ლაპარაკობთ ჰეზბოლაზე, მაგრამ ამას გასათვალისწინებელი როა, იქ არის კიდე ირანის გვარდია რესპუბლიკური, ხო? ის კიდე უფრო ძლიერი ძალაა ვიდრე ჰეზბოლა. იმიტომ რომ ის ჯარი ჰეზბოლასთან განსხვავებით ისლამურ სახელმწიფოსთან ომობდა 10 წლის განმავლობაში სირიაში. და მათ შეძლო არაფერი ვთქვათ რუსეთის მხარდაჭერილი სირიის არმიას. კი ბატონო, სირიის არმია შეიძლება ჩაერთოს ჰოლანდის სიმაღლეებთან. კი ბატონო, ამას დავუმატოთ ის, რომ იქ არის საერთოდ რუსეთის ბაზა სამხედრო სირიაში. ლატაკიაში ხო? ეხლა ამას დავუმატოთ ის, რომ იქ არის კი ბატონო, თურქეთის არმია შიგნით. კიდე ქურთები არიან იქ, ხო? იმ ტერიტორიაზე ერაყია, იქ საშინელი ამბავი შეიძლება დატრიალდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გავითარდება სახმელეთო ოპერაცია. თუ ისრაელმა შეძლო სახმელეთო ოპერაციის ლოკალურად გავითარება, ანუ ღაზას სექტორში გავითარება და ეს არ გავიდა, თქვათ, იგივე ეგვიპტის მიმართულებით, არ მოხდა, თქვათ, აი ამ დასავლეთ იორდანიის დასავლეთ სანაპიროს ჩართვა და სხვათა შორის დღეს მაჰმუდ აბასი იორდანიაში გაემგზავრა სწორედ და ბლინკის ხდებოდა რა. ანუ აქ ლაპარაკი არის რომ თუ მთელი არაბული სამყარო და არა მარტო არაბული, ხო, ჰეზბოლა არა უფრო პროირანულია, ხო? ჩაერთვა ამაში შიიტური ის ძალიან იემენი არ დაგვავიწყდეს კიდე ხუსიტები. ამას გავითვალისწინოთ ის რომ ნავთობის ფასები უკვე ზევით წავიდა. ნავთობის ფასები წავიდა ზევით. ორმუზის სრუტე არ დაგვავიწყდეს, რომელიც წითელ ზღვაშია, ხო? 4 გემი რო ჩაძიროს იქ ირანმა დამთავრებულია. ნავთობი გახდება. ანუ ეს მართლა სერიოზული კონფლიქტია და ეხლა ჩემი აზრით ამერიკელების ცდილობის მიუხედავად რომ ეს კონფლიქტი გახდეს უფრო მასშტაბური სოფლიოში თუ სადმე დარჩა ნორმალური ადამიანი, ნორმალური ლიდერი ამ კონფლიქტის ჩაცხრობაზე უნდა იშრომოს. რა თქმა უნდა იშრომოს თუნდაც თქვათ ჰამასის თქვათ აქტიური ნაწილის განადგურების იმითი რა ქვია ფასად, ხო? იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ხა ისრაელი არ გაჩერდება, ჰამასი თუ არ განადგურდა ისრაელი არ გაჩერდება. ეს გასაგებია. ასე რომ ჰეზბოლას ჩართვას ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ არსებობს დიდი შანსი რომ ჩაერთოს. თუ ეს ოპერაცია გავიდა, ასე ვთქვათ, საზღვრებს გარეთ. აი, მოდი ახლა გადმოვიტანოთ ეს ჩვენთან. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის და როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მთავრობა? ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი. რა უნდა გააკეთოს ირაკლიმ? რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაზარდოს ამ სიტუაციაში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მისი ინტერესების დაცვა. რა დრო მოვიდა? აი რით განსხვავდება ჩემო სოსო და შოთა ეს დრო მარტო რუსეთ-უკრაინის ომის დროისაგან, რა შეიცვალა, რა საფრთხეები გაიხსნა და რა შესაძლებლობები გაიხსნა ჩვენთვის, რასაც უნდა ვიყენებდეთ საჩქაროდ. მე ერთ ინფორმაციას ვიტყვი და მე ახლა ესე კარგად ვერ განვიხილავ, როგორც სოსო განიხილავს და შენ განიხილავ ამას, ხო? მე ეგრევე ვერ ვიყავი, მაგრამ ერთი რამე ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდამ ხელმძღვანელობს რაღაც პატერნებით რა და არც კი მოხდა რაღაცის, ესე იგი, არც განხილვა, არც რაღაც უშრობის საბჭოს შეკრება და რაღაცა გამოფინეს ისრაელის დროშა. ხო, ეგ ჩემი აზრით, ხო? მე არ ვიძახი, რომ ისრაელი ჩემთვის არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ჩვენი თანამემამულეები არიან უამრავი, ხო, ებრაელები. მაგრამ ესეთი ერთ სამხრივი რაღაც პოზიციის გამოვლენა
ну რაღაცა ცოტა დაუფიქრებელი ჩანს ჩემი აზრით რა. მე მგონია უფრო უნდა ამის რაღაც განხილვა მომხდარიყო, ხო? ჩემი აზრით ეხლა ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რა ვიცი, აი მე ესე ვფიქრობ, ხა ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით რომ ამ კონფლიქტში ვერანაირ კონფლიქტში თუ აი ამ შექმნილ სიტუაციაში ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადავდგათ, ეხლა ეს მე მგონი ყველასათვის გასაგებია, იმიტომ რომ ნახევარი ჩვენი ჯარი ნიუ-იორკში ტაქსაობს, ანუ ტაქსის ეზიზს და მეორე ნახევარი სადაა არ ვიცი. ასე ვთქვათ, და პრინციპში არც უნდა ვცადოთ ამ კონფლიქტში რაღაცნაირად სამხედრო თვალსაზრისით. ხო, უკრაინაში უბოს, ხო? ანუ ამ კონფლიქტში სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს განხილვას არც უნდა ვეცადოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს დღეს ეკონომიკურად გაძლიერდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მარტო საქართველოს წინაშე კი არ არის ეს ეკონომიკური გამოწვევები. ეს ეკონომიკური გამოწვევა დღეს უკვე მთელი მსოფლიოს წინაშე დადგა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში და ჩვენ გავიხსენოთ ახლა ლევან შენც კარგად ჩვენ ასაკში ვართ, ყველა კარგად გვემახსოვრება აი კომუნისტების დროს რატომ შეჩერდა თქვათ ის 6 დღიანი ომი, იმიტომ რომ ნავთობის ფაზები წავიდა ცაში, ხო? და ახლა მთელმა მსოფლიომ გააჩერეს, თორე იქ ბევრად მეტ ტერიტორიებს ასე ვთქვათ შეელოთ მითვისება ისრაელის ჯარისკაცებს. ნუ მაშინ ისეთი სიტუაცია შეიქმნა. ანუ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი დღეს არის ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ხალხი იყოს სტაბილურად. იმიტომ თუ არ იქნება სტაბილურად, არასტაბილური ეკონომიკა აუცილებლად და არასტაბილური მდგომარეობა ეკონომიკური აუცილებლად გამოიწვევს იმ ძალების გააქტიურებას, რომელიც აქტიურია თქვათ იგივე ღაზას სექტორში, რომელიც აქტიურია თქვათ ჩვენ საზღვრებთან, იგივე თურქეთში, ანუ დესტრუქციული ძალების გამოწვევას, იმიტომ რომ ეკონომიკაზე არის მიბმული დესტრუქცია. კარგად რო ცხოვრობს ადამიანი, ის ნაკლებად ფიქრობს არეულობაზე და რაღაცა ცუდის გაკეთებაზე, ხო? თუ ფიზიკურად კარგად ცხოვრობს ეკონომიკურად. თუ ვერ ცხოვრობს ადამიანი კარგად, ამ შემთხვევაში მას აქვს იმის სურვილი, რომ აი მე თუ არ ვცხოვრობ კარგად, ჩემს მერე წარღვნაც მომხდარა რა, აი ამას გამოვიყენებდი ამ გამოთქმას. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა უნდა ვითანამშრომლოთ რეგიონის ყველა ქვეყანასთან, სპეცსამსახურების დონეზე, რომ არ მოხდეს ჩვენ ქვეყანაში შემოპარვა ისეთი ელემენტების, რომელმაც შეიძლება თქვათ გარკვეული დესტრუქცია გამოიწვიოს. იგივე თურქეთთან ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანთანაც. რა თქმა უნდა, დაკავება ჩემი აზრით არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ, რომ გავიგოთ, თქვათ რა საფრთხეები შეიძლება გველოდებოდეს. თქვათ იგივე თურქეთთან, იმიტომ რომ თურქეთიდან არ მოხდეს რაღაცა სხვა ელემენტების გადმოსვლა აქეთ. აზერბაიჯანთან, იმიტომ რომ იქ ირანი ესაზღვრება მოგეხსენებათ, ხო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სამუშაო ძალიან ბევრია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ეკონომიკაა, მე ესე ვხედავ. დიდებული, მე დავამატებდი ესეთ რამეს რა, რომ იზრდება რუსეთისთვის ირანზე კორიდორის მნიშვნელობა. შესაბამისად იზრდება მისთვის საქართველოს მნიშვნელობა და იზრდება მნიშვნელობა იმ ლიდერებისა, ვინც არიან ხალხისაგან ლეგიტიმურად უფლებამოსილნი. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა გააგრძელოს საქართველოს მმართველის როლში ყოფნა, რამდენადაც ეს წარმოუდგენლად არ უნდა ჟღერდეს. მაშინ მან უნდა ინებოს კეთილი და დაბრუნდეს თავის ოფიციალურ თანამდებობაზე, იმიტომ რომ ეს კონსტრუქცია, როდესაც de facto მმართველი არ არის de jure მმართველი, მისაღებია უფრო ესეთ მოდუნებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციებში, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელი არის ასეთ საკვანძო სიტუაციებში რა. ხო, ხარტი გადაწყვეტილებაა საჭირო, ხარტი გადაწყვეტილება. შეუძლება არა მარტო ლეგიტიმურობის მხრივ, ხა მე დავიღალე ამის ძახილით პატივისცემ ირაკლის და ღირსეულ ადამიანად მიმასწნია ის, მაგრამ არ შეიძლება ქვეყანას ყავდეს ხელმძღვანელი, რომელიც არ იღებს თვითონ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ბიძინა მან უნდა კეთილი ინებოს და დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად, ხო? ან უნდა მისცეს გზა იმ ხალხს, ვისაც ხალხი აერჩევს. სხვა გზა არ არის. ამიტომ საქართველოს არსებული პოლიტიკური კონსტრუქცია, რომელშიც ჩვენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, სადაც ის მაქსიმალურად მორგებული არის
მარკეტა გრიგოროვების და კუბილიუსების მიერ საქართველოს ხელით მართვაზე, ან როცა მას არ აყავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, როცა მას არ აყავს ლეგიტიმური პირდაპირ პრემიერ-მინისტრი, როცა მას არ აყავს დეპუტატები, რომლებსაც ხალხი ირჩევს მათი პერსონალური ავტორიტეტის გამო და არამედ რაღაც პარტიული სიების გამო. აი ეს ყველაფერი არის უაღრესად სახიფათო, იმიტომ რომ საქართველოს დამგვანებული არის უმართავ გემს ძალიან ბობოქარ ზღვაში. და ბობოქარ ზღვაში საჭირო არის გემის კაპიტანი, რომელსაც ეს ზღვაურები ენდობიან და უჭერენ მხარს მისი ბრძანებების და მისი გადაწყვეტილებების შესრულებაში. ამიტომ მოდი ესე ვთქვათ რა, ის რაც საქართველოს პირველ რიგში უნდა გააკეთოს ამ ახალ დროებაში, რომელიც მოვიდა ხალხო და ეგრე გავახილოთ თვალები რა. ეგრე 2022 წლის 24 თებერვალს მოვიდა და თუ არ გჯერო და აგერ ხო მოვიდა საბოლოოდ. და ვისაც გონია რომ ეხა ეს ორი კონფლიქტი კი არა გიგანტური ომი ჩაცხრება და სამყარო დაუბრუნდება რაღაც პოსტ-საბჭოთა ამერიკა არის ყველას ნაჩალნიკი და მისი პერვერტები და ლესბოსელები და მამათმავლები გვეტყვიან როგორ მოვიქცეთ და როგორ აღზარდოთ შვილები, ხო? აი ვისაც ეგ გონია რომ ეგ სამყარო დაბრუნდება, ხო? რას დაემართება თავის თავს დააბრალოს და ვისაც ეს არ გგონია და ვისაც რეალისტური შეხედულება გვაქვს, ხო? მაშინ ვიძახით რომ პირველ რიგში რაც საქართველოს უნდა ქნას, ეს არის პოლიტიკური სტრუქტურების გაწმენდა და შესაბამისობაში მოყვანა და მეორე რიგში რა თქმა უნდა ბევრად უფრო პროაქტიული პოლიტიკა მათ შორის ჩვენს ჭრილოელ მეზობელთანაც. იმიტომ რომ მისდამი ზურგით დგომა არაფერს კარგს ამ სიტუაციაში ჩვენ არ მოგვიტანს. და მასთან პირდაპირ შეუპოვარი დიალოგი შესაძლოა გახდეს ქვეყნის მიერ აი ამ ურთულესი დროების შესაძლებლობების ადეკვატურად გამოყენების საწინდარი. ლევან, ჩვენ მოდი ამ კარგ ნოტაზე დავასრულოთ ეს საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ტაიმინგი გვაქვს ჩვენი და ჩვენი გადაცემის და მე ბოლოს რაღაც პატარა სიტყვას ვიტყოდი, რომ ვუსურვებდი ყველა ამ რთულ გარემოებებში შესულ ქვეყნებს და ადამიანებს, რომ გადარჩენილიყო და დღესვე მორჩეს ეს უბედურება. ეს იქნება საუკეთესო, მე ამას ვიძახი უკრაინის კონფლიქტზეც, ამას ვიძახი ისრაელზეც და ჩვენ ყველანი ვუსურვებთ ალბათ, რომ აი ეხლა ამ წამს რო ვლაპარაკობ დამთავრდეს ეს უბედურება, იმიტომ რომ ეს არის საშინელება, მშვიდობა იყოს. მართლა გესმენო, სოსო მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა ყურადღებისთვის. გაიხარეთ.